საღამომშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. 26 მაისი. ერთი ეროვნული დღესასწაული და ორი დაგეგმილი ღონისძიება. მერიის და შინაგან საქმეთა სამინისტროს უარის შემდეგ, რომელიც ქუჩისა და ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მოწყობილობების განთავსების ნებართვას ეხება, ოპოზიციური ალიანსი გეგმების შეცვლას არაპირებს და ხვალ 19 საათზე მოქალაქეებს უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებისკენ მოუწოდებენ. მანამდე კი, როგორც ამბობენ, ბოლომდე შეეცდებიან შეიტანონ ტექნიკა, დაამონტაჟონ სცენა, ეკრანები იმისთვის, რომ სრულფასოვანი აქცია გამართონ. ჩვენ არ ვცვლით დაგეგმილ მარშრუტს. ჩვენი მოთხოვნა ემყარება კონსტიტუციას, მოვახდენთ ჩვენი უფლების სრულად რეალიზაციას. მოვუწოდებ ხელისუფლებას თავი შეიკავოს ნებისმიერი ინციდენტისგან. მოკლედ ასეთი იყო ოპოზიციის გზავნილი ხელისუფლების ხვალინდელ აქციამდე ერთი დღით ადრე. ხვალინდელ გეგმებზე უარის თქმას და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღნიშვნის დღის წესრიგში ცვლილებების შეტანას არც ხელისუფლება აპირებს პირიქით. საზეიმო ღონისძიებები თითქმის მთელი დღის განმავლობაში ქალაქის მასშტაბითაა დაგეგმილი. რაც შეეხება ოპოზიციისთვის მიმართვას ან გზავნილს, რომელიც ოპოზიციისთვის არის, ასე ვთქვათ, გამიზნული, აქაც გზავნილი მოკლე და გაფრთხილების შემცველი. კანონი იმოქმედებს კანონის ფარგლებში, მეტი არაფერი მოხდება. საგულისხმოა, რომ ხვალინდელ დღეს საქართველოს ამერიკული დელეგაციის მასპინძლობით ხდება. შეხვედრები ფოკუსირებული იქნება ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების გზაზე დაყენების საჭიროებებზე, ასევე ქართველი და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის გაზრდაზე, ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში. რაც შეეხება დელეგაციის შემადგენლობას, საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან სახელმწიფო მდივნის ოფისის წარმომადგენელი, სპეციალური თანაშემწე ჩარლზ იოკი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და აზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდეროლი. პოლიტიკოსების გარდა ისინი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსა და რელიგიურ ლიდერებსაც შეხვდებიან და საქართველოდან მხოლოდ 29 მაისს გაემგზავრებიან. ოცნებას ამგვარი ვიზიტი აიმედებს, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება შესაძლებელია. ოპოზიცია კი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ეს ამერიკული დელეგაცია მათ შორის ხვალინდელ დღესაც გამადიდებელი შუშით დააკვირდება. ამიტომ ნებისმიერი ესკალაციისგან თავს შეკავებას ურჩევენ. მოკლედ, ხვალ ყველას თავისი წილი გამოწვევა ელოდება. პროტესტიც უნდა გაიმართოს და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებიც ჩატარდეს. ვის რა მოლოდინები აქვს 26 მაისთან დაკავშირებით, ამით ვიწყებთ საუბარს გიორგი ბუტიკაშვილთან ერთად, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერია ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, გიორგი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოკლედ, მერია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ორივე ამ სახელმწიფო უწყებიდან ოპოზიციურმა ალიანსმა თავის განაცხადზე თუ განცხადებაზე პასუხი მიიღო. იქნებ უფრო დეტალურად გვითხრათ, რა წერია, რის ნებართვას გაძლევთ ან ერთი ან მეორე უწყება და რა არის ხვალინდელი აქციის თუ მსვლელობის ფარგლებში ოპოზიციის ალიანსისთვის და იქ გამოსული საპროტესტოდ გამოსული ადამიანებისთვის აკრძალული და შეზღუდული. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მესალმებით თქვენს მაყურებელს, ყოველთვის მხარია თქვენს ეთერში მოსვლა. მადლობა. ხო, რაც შეეხება ახლა იმ აბსურდს, რაც ქართულმა ოცნებამ წარადგინა თავის თეატრალიზებით და ამ თეატრალიზებაში ისინი ცდილობენ თითქოს ერთი მხრივ აჩვენონ, რომ კლავაც ძალას ფლობენ და ამ ძალის დემონსტრირება უნდათ იმის ჩვენებით, რომ თითქოს არ გვაძლევენ უფლებას დავდგათ იქ სცენა, გახმოვანება და ასე შემდეგ და აქაც ყოველაც როგორც ყველა შემთხვევაში აბსურდს მოყავთ ამ მიზეზად, რომ რუსთაველის ტერიტორიაზე ამ დროს დილიდან იქნება სამუშაოების ჩასატარებელი, შესაბამისად არ იქნება იმის სივრცე, რომ იქ განთავსდეს ტექნიკური სცენა. რაც ხადია, თქვენი თხოვდით სცენის განთავსებას რუსთაველზე პარლამენტის შენობის წინ და ტექნიკურ აღჭურვილობას ეს იქნებოდა ეკრანები თუ გახმოვანება. ამიტომ იქ იმ ტერიტორიაზე არაფერი არ ხდება. თავისუფლების მოედანზე აქვთ მათ ღონისძიება, იმ ღონისძიებას ჩაატარებენ თავისუფლების მოედანზე
სცენის აწყობას და ტექნიკის დამონტაჟებას, რავი, სულ რაღაც 3 საათი სჭირდება და არ საერთოდ ჩვენი ღონისძიება იწყება საღამოს 8 საათზე, ხო? ანუ არ არის საერთოდ კავშირი ამ ორ ამბავთან. ეს არის ერთადერთი ლოკაცია, სადაც თქვენი თავდაპირველი გეგმის თანახმად უნდა შეგეტანათ და მოგეწყოთ შესაბამისი ინვენტარი. დღის მეორე ნახევარში უნდა მომხდარიყო ინსტალაცია ტექნიკისაც, გახმოვანებისაც, სცენისაც და მარში დაიწყებოდა 19 საათზე თავის თესეუდან პარლამენტამდე იქნებოდა უკვე სიტყვით გამოსვლები და ის რაც დაგეგმილი აქვს ალიანს აქციისთვის. თუმცა ამავდროულად მივიღეთ მეორე წერილი, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენ შეგვიძლია გადავადგილდეთ მარშით პარლამენტამდე, მაგრამ პარლამენტის ან პარლამენტ ჭიჭინაძემდე, მაგრამ ჭიჭინაძის იქით უკვე არის ის ტექნიკური სამუშაოები, რაც უნდა ჩაატაროს ქართულმა ოცნებამ 28-მდე. ანუ რას ატარებენ ამდენი ხანი, ისეც გაურკვეველი არის. ცხადია, აქ თვითონ აიბნენ რას მერია რა პასუხსცემდა, მერე შინაგან საქმეთა სამინისტრო რა პასუხს იძლეოდა, ამიტომ არც იქნება ჩვენი მხრიდან სერიოზული მათ ამ მოწოდებებს, ან მათ ამ უკანონობას დავემორჩილოთ, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ კონსტიტუციური უფლება გვაქვს, გავაპროტესტოთ იმ დღეს, როდესაც ეს ჩვენ განცხადება შევიტანთ. ანუ რა ნაწილში არაპირებთ დაემორჩილოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას? ცხადია, ხვალ ვეცდებით და დავდგავთ სცენასაც, გახმოვანებასაც და ეკრანებსაც, ანუ ჩვეულებრივად როგორც გქონდა დაგეგმილი. და ბაზუსტებს ეს ერთადერთი ლოკაცია, იმიტომ რომ თითქოს დღეს მოვისმინე, რომ რამდენიმე ლოკაციაზე გსურდათ ასეთი ინვენტარის შეტანა და იქ ინსტალაციების მოწყობა. შეიძლება არა, ერთადერთი ლოკაცია, სადაც ეს აეწყობა კიდეც. შეეცდებით რას ნიშნავს? ანუ თქვენ უკვე გაქვთ მოლოდინი, რომ შესაბამისად რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარ შეგატყობინათ, იქ სავარაუდოდ ალბათ დაგხვდებათ პოლიციის ცოცხალი, მაგრამ ეს ხო გავიარეთ ჩვენ შარშან მთელი წლის მანძილზე, როდესაც ვაკეთებდით აქციებს და იდგა იქ სცენა, ყოველ ჯერზე პრობლემა იყო. უბრალოდ მე ქართულმა ოცნებამ წერილი შეცვალა კანონმდებლობა ამ კუთხით და დადასტურებას უნდა დავლოდებოდით. შარშან არ იყო ეს ასე, არ ველოდებოდით, უბრალოდ ვაგზავნიდით და ვაკეთებდით. ახლაც გავაგზავნეთ, მათგან მივიღეთ გაურკვეველი პასუხი, რომელიც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, ანუ რაღაცა ხო უნდა ახსნადი იყოს. იმ წერილით არც შესაძლებელი და არც მერის წერილით არ იხსნება ის, რატომ არ შეგვიძლია მაგალითად 3 საათიდან დავიწყოთ მუშაობა, მას შემდეგ რაც დასრულებული არის. დაგხვდებათ, აი როგორ აპირებთ თქვენი ამ გეგმების რეალიზებას პრაქტიკაში? ეს მაინტერესებს. მიხვალთ იქ სავარაუდოდ დაგხვდებათ პოლიციელების კორდონი, გაგაფრთხილებენ, რომ ამ ტერიტორიაზე გადასვლა და შესაბამისი აღჭურვილობის შეტანა არ შეგიძლიათ. თქვენ ანუ რა გაარღვევთ ამ კორდონს და მაინც შეეცდებით, რომ დაამონტაჟოთ ასეთ შემთხვევებიც ქონია, შარშან მაგალითად, როდესაც შევიტანეთ და დავდგით მიუხედავად წინააღმდეგობისა, იმიტომ რომ მაშინაც იმიზეზებდნენ, რომ არ ქონდათ ინფორმაცია, რომ ჩვენ ქონდათ და დადგმის უფლება, მაგრამ ეს დამოკიდებულია ასევე ხალხის რაოდენობაზე, დამოკიდებულია ასევე ჩვენს აქტიურობაზე, ხო? ანუ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ აღვასრულოთ, რაც დავპირდით ხალხს. დანარჩენი რაც იქნება ქართული ოცნების მხრიდან ეს ძალადობრივად იქნება დაშლილი, გაწეული თუ გამოწეული, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ანუ ჩვენ ცდილობა გვექნება, ცხადია გვაქვს გეგმა B, რომელსაც განვახორციელებთ იმ შემთხვევაში, თუ ქართულმა ოცნებამ თავისი სრული სახე გამოავლინა და გეგმა B იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინოთ თქვენი სათქმელი, ანუ ეს შეიძლება იყოს მოძრავი მოწყობილობა, რომლითაც მოხდება გამომსვლელების გადაადგილება, ისე რომ არც კანონი დაირღვეს და არც თქვენს გეგმებს შეეშალოს ხელი. დიახ. ანუ თავარია ჩვენთვის, რომ ჩვენი სათქმელი მივიტანოთ ხალხამდე, ხალხს შეძლოს თავის კონსტიტუციური უფლების აღსრულება, რომელსაც მან გააპროტესტოს პარლამენტის წინ, სადაც არის ჩვენი პროტესტის ტრადიცია, ისტორია და იქ უნდა მოხდეს ჩვენი ეს პოლიტიკური აქტი და ეს არის პოლიტიკური აქტი რეალურად, იმიტომ რომ პოლიტიკოსები არიან სათავეში, დაუბრუნდნენ პოლიტიკოსები იმ თავის ფუნქციას, იმ პოლიტიკურ პროცესს, რასაც ქუჩა ქვია და ეს ქუჩის პროტესტი და პოლიტიკა ქუჩაში დაიწყო, მას შემდეგ რაც არჩევნები მიიტაცა ქართულმა ოცნებამ და ერთადერთი სივრცე, რომ ჩვენი უფლებების და თავისუფლებების ვიბრძოლოთ, არის ქუჩა. პარლამენტიდან ამას ვერავინ ვერ მოახერხებს და ვერც ვერავინ ვერ გააკეთებს და ვერასდროს იმ პირობებში, რასაც ქართული ოცნება ქმნის, ხო? გიორგი, ნახეთ რა მაინტერესებს, ანუ თქვენ როგორც მე ვხვდები, აი ამ ხმის გამაძლიერებლების შეტანას გეგმავთ მას შემდეგ, რაც ხალხი შეიკრიბება? არა, მანამდე, ცხადია, იმიტომ რომ ამას ჭირდება დრო. მას შემდეგ რაც ქართული ოცნება დაამთავრებს იმ ღონისძიებას, რაც თვითონ აქვს დაგეგმილი თავისუფლების მოედანზე, რომ ჩვენ ხელი არ შეუშალოთ მათ.
კი ბატონო, და ერთს ვაზუსტებ კიდევ, ხომ არაფერი წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხში, უბრალოდ ეს ძალოვან უწყებას ეხება რაღაცა გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვაზე, ანუ ამ მხრივ რაიმე შეზღუდვა ხომ არა გაქვთ? კობახიძემაც გააკეთა გზის სავალნაწელზე, კი ბატონო. კობახიმ რა განცხადებაც გააკეთა, ზუსტად იგივე პათოსის წერილი პასუხად. ანუ იარეთ რამდენიც გინდათ? იქამდე ჭიჭინაძემდე, თუმცა ის ტერიტორია, სადაც თქვენთვის, ანუ მთავარი პოლიტიკური ტრიბუნა წარმოგიდგენიათ, ჭიჭინაძის ქუჩის ან პარლამენტის წინ არის ის სცენა, სადაც გინდა რომ ჩვენ გავაკეთოთ. კი ბატონო, ანუ მაინც მოგიწევთ გაცდეთ ამ ტერიტორიას. შევხედოთ სიტუაციას, როგორ წავა. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ქართული ოცნება მოუხმებს გონიერებას და როდესაც ამერიკის წარმომადგენლობა და თქვენ შესავალში გქონდათ ეს თემა, რომლებიც ითხოვენ კანონის უზენაესობის აღსრულება საქართველოში და მხოლოდ ამ შემთხვევაში გადატვირთავენ ურთიერთობებს საქართველოსთან, ქართული ოცნება ამ პროცესში, აი ამ სიტუაციაში მაინც გამოიჩენს სახელმწიფოებრიობურ ფიქრს და ის პოტენციალი, რაც აქვს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ამ კუთხითაც არ დააზიანებს. ანუ უფრო გაიმედებთ ამერიკული დელეგაციის საქართველოში ყოფნა, მიგაჩნიათ, რომ ის რაზეც წავიდოდა ქართული ოცნება ასეთ შემთხვევაში ამერიკელების გარეშე, ამერიკელების სტუმრობის დროს ჩვენ დასავლელი პარტნიორები თხოვენ ერთადერთ რაღაცას, ქვეყანაში არსებობს კანონის უზენაესობა. ეს ეხება ამერიკასაც. პირდაპირ ეუბნებიან კობახიძეს და პირდაპირ ეუბნებიან ქართული ოცნების ნებისმიერ ლიდერს, ვისაც ხვდებიან, რომ იმისთვის, რომ ამერიკასთან ურთიერთობები გადაიტვირთოს, ეგრეთ წოდებული სუფრთაფურცელი, რასაც ასე მისტირის კობახიძე, საჭიროა ქვეყანაში არსებობდეს კანონის უზენაესობა. ხო, მაგრამ რომელი კანონის არსებული ის, რომელიც ძალიან შემზღუდავ ეს არ არის კანონის უზენაესობა, ეს არ ნიშნავს მათ შორის მაშინ, როდესაც ადამიანს სურს საკუთარი, ასე ვთქვათ, აზრისა და ნების განუხატვა. კანონის უზენაესობა ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუცია არ უნდა კონსტიტუციით ირღვევა ჩვენი გამოხატვის თავისუფლება ამ შემთხვევაში და ვერანაირი სახელმწიფო ვერ გადატვირთავს მათ შორის ამერიკა ურთიერთობებს ქართულ ოცნებასთან, თუ ეს ყოველდღიურ რეჟიმში ხდება და მას ხო ხედავთ ან ტროტუარზე დაკავებით დაწყებული ხვალინდელი პროტესტის დამთავრებული ყველაფერზე პრობლემას გის ქართული ოცნება, რაც ხალხის ძალის დემონსტრირებას ემსახურება. თუმცა დღევანდელი განცხადებები რომ ნახეთ, ახლა თქვენთვის რაღაცნაირად შერბილებული ტონი მოგეჩვენათ ქართული ოცნების ლიდერების, მათ შორის ირაკლი კობახიძის განცხადებაში, მაგრამ იყო იმგვარი განცხადებები, სადაც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ თქვენ გინდათ რაღაცა პროვოკაციები მოაწყოთ, თავი დააჭერინოთ, იმისათვის რომ მე ეს თემა კარგად პოლიტიკური თვალსაზრისით სარფიანად გაყიდოთ უცხოელებზე. ციხეში გაშვება ან ის დაზიანება, რასაც იქ ადამიანები მიიღებენ და ამას შემოქმედი ხო ქართული ოცნების წევრები არიან. ანუ მაინც არ გამორიცხავთ. არ ვიცი ქართულ ოცნებაზე დამოკიდებული მოძალადე. რომ შესაძლებელია ვიღაცამ დაზიანება მიიღოს. მოძალადე არის ქართული ოცნება ამ შემთხვევაში. ხო, თუ დაზიანებას მიიღებს, ქართული ოცნების რიგებიდან მიაყენებენ ადამიანს, ჩვენ ერთმანეთს არ ვებრძვით, არც ქართულ ოცნებას არ ვებრძვით. ჩვენ გვინდა უბრალოდ ნორმალური ცხოვრება ამ ქვეყანაში და ამისთვის გვჭირდება ჩვენ ძალა გამოვხატოთ და მივიყვანოთ იქამდე ქვეყანა, რომ დავიბრუნოთ ის, რაც წაგვართვა ქართულმა ოცნებამ, ჩვენი ევროპული მომავალი. ანუ ამის იქით ხო არ გვინდა რამე. ანუ ჩვენ ქართულ ოცნებას ხო არ ვთხოვთ ისინი სახლში წავიდეთ, ჩვენ უბრალოდ ვთხოვთ, რომ ჩაატარონ თავისუფალი სამართლიანი არჩევნები, ის კანონები, რომლებიც მიიღეს, არის ანტიდემოკრატიული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიევროპული, ანტიამერიკული მათ შორის და ნუ აკეთებენ ამას, ნუ ტოვებენ ქვეყანას მარტო იზოლაციაში რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან, რომელიც გადაგვივლის და ვეღარ ვიქნებით ის რაც ვარ. კარგი, რას მოვისმენთ აი ამ პოლიტიკური გამოსვლებისას, ანუ რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც საქართველოს მუდმივი პროტესტის, ასე ვთქვათ, ფორმატში გადავიდა, შეიძლება ასე ითქვას, პოლიტიკური ცხოვრების თვალსაზრისით, მუდმივად არის ეს შეკითხვა ჰაერში დაკიდებული თუ პასუხგაუცემელი, რომ თუ არსებობს თუ არა მსგავსი აქციების მასშტაბური პროტესტის შემდგომი გეგმა. თქვენ მითხარით, რომ თუ არ მოგცემენ სცენის ინსტალაციის და ხმის გამაძლიერებლების მონტაჟის შესაძლებლობას, ჩვენ გვაქვს გეგმა B. ამისათვისაც კი გაქვთ სათადარიგო გეგმა და რთული წარმოსადგენია, რომ არ გქონდეთ რამდენიმე შესაძლო ვარიანტი წარმოდგენილი, ამაზე ნაფიქრი, როგორ შეიძლება ხვალინდელი მოვლენები განვითარდეს. ანუ პოლიტიკური გამოსვლებისას ჩვენ მოვისმენთ თუ არა, რა უნდა მოხდეს ხვალინდელ აქციას შედეგად. ხვალინდელი აქცია არის პირველი ის, რომ ჩვენ ერთმანეთს შევახსენოთ
და მათ შორის ქართულ ოცნებასაც შევახსენოთ, რომ ჩვენ შეგუებას არ ვაპირებთ იმ ავტორიტარულ რეჟიმთან, რაც ქართულმა ოცნებამ დააყენა ქვეყანაში. ჩვენ არ ეგუება ამას არც ხალხი, არც პოლიტიკური ოპოზიცია და არ ეგუება არც სამოქალაქო ჯგუფები, არც სამოქალაქო ორგანიზაციები, ვისაც ფაქტობრივად მუშაობა აუკრძალეს. ეს არის დიდი ერთობის დემონსტრირება თბილისში, არა მარტო თბილისში და ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ დავინახოთ ერთმანეთი პროტესტში, ვაჩვენოთ ძალა და ვაჩვენოთ ის, რომ ცვლილება შესაძლებელია. ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია გაიხსენოს ის, რომ ძალა მათ ხელშია. ხშირად ქართული ოცნების პოლიტიკა და ეს ასე ხდება ავტორიტარებში ყოველთვის ადამიანებს უკარგავს იმის განცდას, რომ მის ხელთ არის პოლიტიკა, მის ხელთ არის ქვეყანაში ცვლილების საშუალება. ნებისმიერი ადამიანის სახლში როცა ნატურა გადაიწვება, სიმნელეში ადამიანი არ რჩება, ისყიდულობს ნატურას და ცვლის. ზუსტად ამ ლოგიკას ექვემდებარება ქვეყანა და ნებისმიერი სიტუაცია, რაც ქვეყანაშია, არ მოგწონს ფასები, რაც არის ქვეყანაში, რაც ქართული ოცნების პოლიტიკის დამსახურება, გამოდი ქუჩაში და გააპროტესტე, დააფიქსირე შენი პოზიცია, იმიტომ რომ შენი დაფიქსირებული პოზიციით მე ვხედავ, რომ შენ ცვლილება გინდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს გაჩნდეს ქუჩაში. ნახე, გიორგი, მოდი თქვენივე ასე ვთქვათ, მოყვანილი ერთგვარი ყოფითი ანალოგით გიპასუხებთ მაშინ და ამ პასუხში ჩემი შეკითხვაც იქნება. მაშინ როცა ჩვენ სახლში გადამწვარი ნატურის მოხსნის საჭიროება გვიდგება, ამ ნატურას ისევ ხსნით და ვცვლით ახლით, რომ, რა ვიცი, არ მგონია ვიღაცამ წინააღმდეგობა გაგვიწიოს თუ ელემენტარულ უსაფრთხოების წესებს დავიცავთ და მარტივად სინათლებს მაინც და დენის წყაროდან გამოვთავთ მოკლედ ელექტროენერგიის მიწოდებას. აი ხვალ მოსულ მოქალაქეებს, აქციაზე მოსულ მოქალაქეებს თქვენ მისცემთ ეგრეთ წოდებული გადამწვარი ნატურის შეცვლის შესაძლებლობას, მიეცემათ მათ ეს შესაძლებლობა? მათ უნდა დაინახონ და ჩვენ უნდა დავინახოთ ასევე, რომ ეს ცვლილება მათ სურთ. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ხალხი სახლში არ ეგუება იმ სიტუაციას, რაშიც ცხოვრობს. ჩვენ ამისთვის ხო გავაკეთეთ ძალიან ბევრი. ეს არ არის თავისქება, ჩვენ ნახეთ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილება, მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ მიიღო ევროკავშირის წინააღმდეგ ნაბიჯები გადადგა, გააჩერა მოლაპარაკების პროცესი, პოლიტიკური პარტიები არ შევიდნენ პარლამენტში, გამოუცხადეს ბოიკოტი, დაიწყეს ბრძოლა და ანუ ჩვენ ხო ეს გავაკეთეთ ჩვენ და ხალხმა ძალიან ბევრი გაიგო იმისთვის, რომ ვინც ხვალ მოვა, დარწმუნებული ვარ და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, იქიდან 99% ეს ყველაფერი იცის და თქვენი შეხსენება არ ჭირდება. რამ გამოიყვანა ხალხი ამ 2 წლის განმავლობაში და რა უბიძგებს მათ, რომ ხვალ კიდევ ერთხელ საკუთარი გამოსვლით ქუჩაში ეს პროტესტი დააფიქსირონ, მაგრამ ხშირად მოგისმენიათ ჩემგანაც, ალბათ ხალხისგან ქუჩაში, არ ვიცი, ახლობლებისგან, მეგობრებისგან, რომ აი ეს სცენაც და ხმის გამაძლიერებელიც იმისთვის გჭირდებათ, რომ იმ ხალხს თქვენ უნდა დაანახოთ ცვლილებების რეალური გზა. არც ისე ბევრი ვარიანტი არსებობს ჩვენისთანა ქვეყანაში. ხო, აპირებთ თუ არა, რომ გააცნოთ ახლა ამ ვითარებაში რა ტიპის ცვლილებები უფრო შესაძლებელია და სად სთავაზობთ მათ მონაწილეობას? მათ შორის ამ პროტესტის დროს და მაგიტომ გვინდოდა გამაძლიერებელი და გვინდა და ამას გავაკეთებთ. არის რიგი საკითხები, მაგალითად არის მაღალი ფასების საკითხები, დღეების საკითხები, ბენზინის საკითხები, ანუ ამ პროცესში ღიად გვინდოდა ჩვენ მხარდაჭერა გამოეხატა ქართულ ხალხს. სოციალურ საკითხებზე დაელაპარაკებით ხვალ. რა თქმა უნდა, მაგალითად არის რომ აი ბენზინის ფასების დაწევასთან დაკავშირებით პოზიციონირება როგორი შეიძლება იყოს, ეთანხმებიან თუ არა მაგალითად დღეგ შემცირება. ანუ არის რაღაცა რიგი საკითხები, რაც ეს ხალხს უშუალოდ შეუძლია თავისი ჩართულობით დაადასტუროს იქ, რაც ხადია როგორც ხალხს აძლევს დალას ისე ჩვენ გვაძლევს დავწერთ სწორ გზაზე ვდგავართ. თქვენ ხომ აი შორს ხართ იმ აზრისგან, რომ ხალხი ხვალ გამოდის, არ ვიცი, კონკრეტულად ბენზინის ფასების ყველაფრის ახლა და სწორედ ამას ვამბობ, რომ ნებისმიერ ადამიანმა გააპროტესტოს ის, რაც აწუხებს, დღეს რაც თქვენ გაწუხებთ, თქვენი ბრალი არ არის, ეს
ქართული ოცნების პოლიტიკის ბრალი. მასწავლებლებს რომ დღეს აწუხებს რომ სკოლაში არ აქვს საკმარისი ხელფასი, ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკის ბრალი. მოსწავლეს რომ აწუხებს რომ დაამთავრა სკოლა და არ იცის ბოლოზარი ქონდა და არ იცის რომელ უნივერსიტეტში მოხვდება, იმიტომ რომ განათლების რეფორმა მათ ეს უფლება შეუზღუდა იმ რაოდენობით რაც იყო, ისიც უნდა გამოვიდეს და დადგეს და გააპროტესტოს. ანუ ყველა ამ საკითხის ცვლილება პოზიტიური ჭრილში თქვენ წარმოგიდგენიათ ქართული ოცნების პოლიტიკის შეცვლით, ხო? ხო და ამას გეკითხებით, ანუ ხვალ იქ მოსული ადამიანი მოისმენს, როგორ წარმოგიდგენიათ ამ პოლიტიკის ცვლილება? ოღონდ კონკრეტიკას მოისმენს თუ არა? ხო, კონკრეტიკას კი, ჩვენ წარმოგიდგენია ეს ვადამდელი არჩევნების, საპარლამენტო არჩევნების, რა ვიცი, ჩაანიშნვით, სადაც ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას, ოღონდ ეს უნდა ჩატარდეს იმ პირობებით, რა პირობებითაც თქვენ წარმოგიდგენიათ, თუ არსებობს ჩვენი ამბიცია და ამოცანა არის და ხალხის ამოცანაც არის ამ ქვეყანაში იყოს თავისუფალი არჩევნები, ხო? რომ თქვენ რო ხმას მისცემთ, თქვენი ხმა არ მოიპარონ და სხვა ხმა არ დაწერონ. ანუ ის რომ თქვენი არჩევანი იყოს დაცული. სწორედ ხალხის ძალა მაგაში არის, რომ ქართული ოცნება მივიყვანოთ იმ პროცესამდე, რომ ქართულ ოცნებას მოუწიოს ისეთი არჩევნების ჩანიშვნა, რომელიც იქნება მეტნაკლებად თავისუფალი და ჩვენ საზოგადოებას, როდესაც ვეთქვით, რომ არჩევნებზე უნდა წახვიდეთ და ხმა უნდა მისცეთ, ამ სიტყვებში იქნება იმის ძალა, რომ მე არ მოვატყუო, რომ იქ მის ხმას მოიპარავენ. ანუ აქამდე უნდა მივიდეთ. ამისთვის ხალხის აქტიურობა საჭირო, რომ ხალხმა მოითხოვოს თავისუფალი არჩევანი. ხალხმა მოითხოვოს დაბალი ფასები. ხალხი ყველაფერი რაც აწუხებთ, ის გააპროტესტოს. ჩვენ რაც თავაზობთ, ეს გეგმა წარდგენილი გვაქვს, როგორი არჩევნები გვინდა, ვადამდელი არჩევნები როგორი გვინდა, რაზეც უნდა წამოვიდეს ქართული ოცნება, ჩვენი და ქართველი ხალხის გვერდით არის მთლიანად დასავლეთი ევროკავშირი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში წერს, რომ ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან. ამერიკის დელეგაციაა ჩამოსული და ისინიც ქართულ ოცნებას ეუბნებიან, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება ურთიერთობები, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ინტერესი საქართველოზე, ვინაიდან რეგიონის ინტერესი გვაქვს, ჩვენ არ მოგწონს ჩინეთის აქტიურობა საქართველოში, ჩვენ არ მოგწონს ირანის აქტიურობა საქართველოში, რაც არის, ჩვენ არ მოგწონს, როდესაც ქვეყანაში ადამიანებს ტროტუარზე იჭერენ, პოლიტიკურ პარტიებს გაუქმებით ემუქრებიან, პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში უშვებენ 15 წლით, ეს არ მოგწონს, გვინდა რომ სტაბილურობა იყოს ქვეყანაში. ან ჩვენი ინტერესი და ამერიკის ინტერესი ამ კუთხით თანხვედრაშია, ერთადერთი კუთხეში დარჩენილი რჩება ქართული ოცნება. როდესაც მთელი დასავლეთი ელაპარაკება, რომ საქართველოში სიტუაცია უნდა ნორმალიზდეს და დასტაბილურდეს, როდესაც ოპოზიციური პარტიები იგივეს ეუბნებიან, რომ ქვეყანაში ცვლილებები უნდა მოხდეს, როდესაც ხალხი რაოდენობრივად, რიცხობრივად მრავალი ადამიანი ქუჩაში ამას აფიქსირებს, ქართული ოცნების არის კუთხეში დატოვების საუკეთესო საშუალება, რომ მან ეს ამაზე ნაბიჯები გადადგას. ხვალინდელი აქცია ქართულ ოცნებას მიიყვანს აი ამ დონემდე? ხალხის მრავალრიცხოვნებაზეა დამოკიდებული, სწორედ ამას ვამბობ, ამიტომ იმდენ ხალხს ელოდებით თქვენ აქციაზე, რა წუთსაც დაინახავს ოცნება ამდენ ადამიანს გამოსულს ქუჩაში, გაუჩნდება განცდა, რომ რა ეს ხალხი, კი ბატონო, გამოვიდნენ, იქნებიან, რა ვიცი, მაქსიმუმ 12 საათამდე და დაიშლებიან, თუ შესაძლებელია გაუჩნდეს განცდა, რომ ეს ხალხი შეიძლება არც დაიშალოს და მათი ნაწილი დარჩეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე და აქცია მიიღოს რაღაცა მუდმივი პერმანენტული ხასიათი. შეიძლება მოხდეს ეს. ანუ ხვალინდელ აქცია შეიძლება ქონდეს ასეთი გაგრძელება. შეიძლება ასეთი გაგრძელებაც ქონდეს, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, ხალხის რაოდენობა როგორი იქნება და ხალხის განწყობა როგორი იქნება და ხალხის სიმტკიცე როგორი იქნება. ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ გარდა ამისა ჩვენ გვაქვს ასევე გეგმა უკვე 26-ის მერე, ეს მრავალრიცხოვნება უნდა გადაიქცეს პერმანენტულ პროტესტში და ეს არ უნდა იყოს მარტო საქართველოში, ეს საქართველოს თბილისის მასშტაბით დიდ ქალაქებში და რეგიონებში, როგორც ალიანსი, ასევე ალიანსის შემადგენელი ნაწილები, სხვადასხვა ჯგუფები, მათთან დაკავშირებული სამოქალაქო ჯგუფები და ასე შემდეგ, მუდმივ რეჟიმში ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ რეგიონების საზოგადოების ინფორმირებას, რომ ცვლილება ამ ფორმით არის შესაძლებელი და კიდევ იქნება დიდი აქცია. ეს დასაწყისია იმის, რომ ჩვენ არ ჩერდებით, რომ ქართული ოცნება რასაც ფიქრობს, როგორც აჯერებს თავის ამომრჩეველს. აქციების მუდმივი კერები გაჩნდება ხვალინდელი 26 მაისის სრულიად შემდეგ მუდმივი კერები, რომლებიც არ ჩაქრება, არ განელდება, არ დაიშლება, მანამ სანამ ქართული ოცნება არ დაიწყებს გარკვეული კომპრომისული ნაბიჯების გადადგმას.
მათ შორის ეს ყველაფერი დამოკიდებულია ასევე ხალხის გაწყობაზე და იმაზე, რასაც ჩვენ ხვალ ვნახავთ. ჩვენ არ ვიცით ზუსტად რამდენი ადამიანი მოვა, მაგრამ ის რომ ქართული ოცნების პოლიტიკა ყველას და ყველაფერს შეეხო და აქედან გამოსავალი მხოლოდ მათი ცვლილება, ეს ძალიან ბევრმა იცის და ეს ძალიან ბევრისგან მოვისმინე, თავად როდესაც დავდიოდით ქუჩაში და ვეპატიჟებოდით მათ 26 მაისის აქციაზე. ანუ არ არსებობს ადამიანი, ვინც არ ხვდება რა კრიზისულ სიტუაციაში ჩააგდო ქართულმა ოცნებამ ქვეყანა და როგორ სურს რომ ეს შეიცვალოს. ანუ ცვლილების სურვილი აქვს 80%-ზე მეტ ადამიანს, რასაც ასევე კვლევებში ვხედავთ, ხო? და ეს არის ის ძალა, რომელმაც ასევე ხმა უნდა ამოიღოს და დააფიქსიროს. აი, როდესაც ხილბოსტნის მაღაზიაში შედიხარ და რაღაცას ყიდულობ, აი სულ რაღაც 10 პროდუქტში იხდი 60 ლარს თავად გამყიდველსაც უკვირს ეს. და ერთ-ერთი მაგალითი იყო გუშინ წინ როგორ მითხრა რომ აი როდემდე უნდა ვიყოთ ესე და მე მესმის რომ სიტუაცია უნდა შეიცვალოს, უბრალოდ მე გარეთ არ გამოვდივარ და ეს აწუხებს უკვე მას. ანუ იქამდე მივიდა რომ თვითონაც წუხდება ამით და ფიქრობს რომ თუ არ შეიცვალა სიტუაცია ეს კიდე უარესი მდგომარეობა იქნება ქვეყანაში და ამიტომ ეს მზაობა არის. მთავარი ამოცანაა ჩვენ რომ დავადასტუროთ ახლა ეს ყველაფერი და ვაჩვენოთ ქუჩაში და ვაჩვენოთ ასევე ის რომ ძალა არის აქეთ ჩვენ მხარეს და ხალხის მხარეს. ანუ ცვლილების ყველაფერი მაინც ხალხის სიმრავლეზე არის რა თქმა უნდა ხალხის სიმრავლეზეა დამოკიდებული ქართულ ოცნებას აქვს. თქვენთვის სასურველი რაოდენობა არ გამოვიდა ხვალ ქუჩაში არ არსებობს სასურველი რაოდენობა, არსებობს ბევრი ადამიანი ქუჩაში. ანუ ჩვენ ამას ჩვენთვის ხარ ვაკეთებთ. ანუ ეს ხო უნდა გაიაზროს. ანუ ეს ერთი კითხვებიც იყო მაგალითად ქუჩაში რომ ყველა თავისი სკამისთვის იბრძვის. აქ სკამს აი როგორ შეიძლება რაღაცა სკამზე იბრძოლო, როცა შენ გვერდით ადამიანის უკიდურესი გაჭირვებაშია და ესეთი გაჭირვება. იმიტომ რომ ამას ქმნის ქართული ოცნება. ბოლო 14 წლის მანძილზე ქართულმა ოცნებამ რაც გააკეთა სკამებისთვის ოცნების ბრალია და არა დაუშვათ თუნდაც ალიანსში ყოფილი პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური წარსულის, რომელიც დაუწყებია და ეს პოლიტიკური მეხსიერებიდან არ ამოშლია ხალხს. პოლიტიკური მეხსიერებიდან ძალიან კარგად ამოუშალა ქართულმა ოცნებამ ბევრი ისეთი რამე, რაც თავად გააკეთა. ამაზე აქცენტირებას ხო არავინ არ აკეთებს მათი მხრიდან, მაგრამ მუდმივად ხდება იმაზე აქცენტირება ოპოზიციამ რა გააფუჭა. გასაგებია რომ მათ წინა რაღაცა 14 წლის მანძილზე შეცდომები დაუშვეს, მაგრამ ამ შეცდომებს უნდა გადავაყოლოთ ჩვენი საევროპული მომავალი და ანუ ქვეყნის მომავალი, რაც იდგა ეს ქვეყანა ისტორიულად. ამის გააზრებაა საჭირო. იქ ჩემთვის არავინ არ გამოვა ქუჩაში. გამოდის თავის ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და ბედნიერი მომავლისთვის და ეს უნდა გაიაზროს. ვისით შეიცვალა მიხეილ სააკაშვილი თავის დროზე ხო გადაწყვიტა ქართულმა ხალხმა რომ შეცვლილიყო მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა რომ მათ არ მოწონდა. სწორედ იმ სააკაშვილმა თქვა ხვალინდელ აქციაზე რომ თავარია ამას არ ქონდეს ერთჯერადი ხასიათი და მოყვეს გაგრძელება. ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დღეს დატოვება არის რუსეთის დატოვება. და ეს არის ძალიან მძიმე და ეს უნდა გაიაზროს ნებისმიერმა ადამიანმა რომ დღეს დამარცხებული რუსეთი რომელიც ტერორის ქვეყნად გადაიქცა შენ ხვალ რაც გაგიკეთებს არ იცი ანუ შეგიძლიათ სააკაშვილის აი ამ მოწოდებას უპასუხოთ რა თქმა უნდა ძალიან კარგია რაც გააკეთა ბატონმა მიხეილ იქნება ხვალ ერთჯერადი ხვალინდელი აქცია და ამას მოყვება ეს ხო ვილაპარაკეთ ეს არის ალიანსის სამოცანაც ეს არის ალიანსის სამოცანაც ხვალ არის უბრალოდ იმის შეხსენება რომ ჩვენ ბევრი ვართ ერთმანეთისთვისაც მათ შორის და შეხსენება ჩვენ დასავლელ პარტნიორებსაც რომ აქ ბრძოლას გაჩერებას არავინ არ აპირებს და შეხსენება თუ გადამწყვეტი ბრძოლა აი მაინც ვერ გავიგე შეხსენება გადამწყვეტი რა უნდა გადავწყვიტოთ ხვალ გადამწყვეტი ბრძოლები იყო და არ გამოვიდა ხო არაფერს არ ვწყვეტ ხვალ არის ერთმანეთის დანახება იმის რომ ჩვენ მრავალრიცხოვანი ვართ ჩვენ ცვლილება გვინდა და ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ რაღაცნაირად გჭირდება ადამიანს გაჯანსაღება სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა იმიტომ რომ ახალი ენერგია დაიბადოს და ხვალინდელი დღე არის სწორედ ამის რომ ახალი ენერგია დაიბადოს მადლობა გიორგი ბუტიკაშვილს კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი მოკლედ საქართველოში მყოფ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წევრებს ოპოზიციის ნაწილი შეხვდა ლიდერების განცხადებები მოვისმინეთ ჩვენ ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ამერიკა არ აპირებს ქართული ხალხი დატოვოს მარტო ბევრ ნაწილში ჩვენი და სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია დიდ თანხმედრაშია ეს იყო ლელოძლიერი საქართველოს წარმომადგენლის განცხადება აუცილებელია პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება არაპოლიტიკური პატიმრები არა რეპრესიები რომ საქართველო გახდეს სანდო და სტაბილური პარტნიორი ამერიკისთვის რომელიც ისე დაინტერესებულია რეგიონით როგორც არასდროს ეს უკვე თინა ბოკუჩავას შტაბ-ჭირლებები იყო ამ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჩვენ გვჭირდება ამერიკის პარტნიორობა და არა რუსეთის პოლიტიკით რომელსაც ქართული ოცნება აწარმოებს ცილდებით დასავლეთს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების აღდგენას ჭირდება ცვლილებებიო გიგი წერეთელი ამ სიტყვების ავტორი ევროპული საქართველოს თავმჯდომარეა ჩვენთან ერთად
ერთად. მოგესალმებით ბატონ გიგი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, როგორც ემა მადლობა თქვენ. პირიქით თქვენ მადლობა, როგორც ვიცი ამ შეხვედრას ესწრებოდით და იმედი მაქვს რომ უფრო მეტს მოვისმენთ თქვენგან, ანუ რა ტიპის საუბარი შედგა, ძირითადად საუბრობდა ქართული მხარე, ამ შემთხვევაში ოპოზიცია და ამერიკელებს გააცნო ის საჭიროებები, რაც ამ წუთას დგას პოლიტიკური კრიზისის თვალსაზრისით ქვეყანაში, თუ მათგანაც მოისმინეთ გარკვეული რეკომენდაციები, როგორ შეიძლება გადატვირთვის პოლიტიკა დაიწყოს არა მარტო ქართულ ოცნებასთან, არამედ ზოგადად ქვეყანაშიც. ხო, ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა იყო საინტერესო, მე პირდაპირ პრაქტიკულად შეხვედრიდან მოვდივარ, ვერც მოსწავლად გამოცდა. არა, მშვენივრად გამოიყურებით, ძალიან შეეფერება ჩვენი გადაცემის ფორმატს. მადლობა. ხო და იმას ვამბობდი, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ეს არ იყო პირველი შეხვედრა, იმიტომ რომ საკმაოდ ინტენსიურად წარიმართა ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციების მოძრაობა, რეგიონში ზოგადად და საქართველოშიც, მოსახლეობაში გარკვეული დიდი ჩავარდნის ვიტყოდი. შემდეგ რომელიც ასევე ბუნებრივი იყო, იმიტომ რომ იმ პოლიტიკურ ვითარებას, რაც საქართველოში სამწუხაროდ გრძელდება და რამაც რეალურად მოიტანა ძალიან დიდი უკუსვა, არა ჩვენი დემოკრატიის, მხოლოდ არამედ საერთაშორისო ურთიერთობებში, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან. აი ახლა ახალი სტიმული მიცა რეგიონალურმა სერიოზულმა ასევე მოვლენებმა, პირველ რიგში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამშვიდობო შეთანხმებამ, პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივამ, რასაც ხშირად საუბრობ ჩვენ და შესაბამისად საქართველოც დღეს სწორედ ამ ინტერესის გამო გახდა კიდევ უფრო რაღაც აქტიური აი ამ მიმოსვლის ადგილი. ადრე ბუნებრივია, რომ ჩვენ ვიყავით ლიდერები რეგიონში დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით და ამიტომ სრულად ბუნებრივად ხდებოდა საქართველოს ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის ეპიცენტრი იყო აქ ყველა დიდი კალიბრის ლიდერი, მოდი ასე ვთქვა და დელეგაცია ჯერ ჩამოდიოდა საქართველოში და შემდეგ მიდიოდა სხვა ქვეყნებში, ან ამ შემთხვევაში ყოველთვის საქართველოს არავინ არ ცდებოდა. ნუ ეხლა ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს დელეგაცია საკმაოდ მაღალი რანგის არის, სხვა არის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვიზიტი, ის ჩადის სომხეთში, მაგრამ არ ჩამოდის საქართველოში. მე როგორც მოქალაქეს ამ ქვეყნის ბუნებრივია გული მწყდება ამაზე, მაგრამ როგორც პოლიტიკოს ძალიან კარგად მესმის, რატომ ხდება ეს. და ეს უთხარით დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს და რა პასუხი მიიღეთ? სომხეთში არის სხვა ვითარება, სომხეთში დღეს ასე ვთქვათ, ერთი არის არჩევნები, რომელიც არის გადამწყვეტი არჩევნები სწორედ დასავლეთსა და რუსეთის ორბიტებს შორის გამყოფი არჩევნები. რუსეთი ღიად ემუქრება, ჰიბრიდული ჩარევები ბევრია, თქვენ იცით, რომ იქ კანდიდატების საკითხიც არის, არჩევნო საკითხებში ჩარევა სხვადასხვანაირად პროპაგანდისტულად, ფინანსურად და ასე შემდეგ, სხვა პროქსების და მხარდამჭერების მეშვეობით, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნიკოლ პაშინიანი ძალიან მაგრად დაუდგა ყველაფერს ამას და ყველას კარგად ახსოვს და ყველამ კარგად დაინახა, თუნდაც პუტინთან რამდენად, ასე ვთქვათ, გაბედულად გააკეთა მან, დაიცვა თავისი ეროვნული ინტერესები. ჩვენ რა თქმა უნდა სიკეთეს უსურვებთ ყველას და ძალიან მოგწონს ეს ამბავი, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში რაღაცა გამწევი ძალა უკვე ლოკომოტივი ჩვენ კი არა ვართ ამ წუთას და ამაზე გული წყდება, მაგრამ ეს ლოკომოტივი არსებობს და ხო და ჩვენ მე მგონია ეხლა დავიწყეთ თქვენთან საუბარი, მე მგონი სომხეთზე უფრო მეც ვილაპარაკობთ ვიდრე საქართველოს. არა, უბრალოდ მოყვა რუბიოს ამბავს. ოღონდ იცით რა არის? სომხეთზეც ვლაპარაკობთ და რეგიონზეც ვლაპარაკობთ, ისევე როგორც უკრაინაზე ვლაპარაკობთ, ისევე როგორც სადაც დიდი მოვლენები ხდება და უბრალოდ საქართველოს რო დაუბრუნდეთ, იმიტომ ვლაპარაკობთ ამას, რომ ნათელი მაგალითი არსებობს, აგერ ჩვენი მოსახლეობა, ვინც უყურებს თქვენ გადაცემას და ისაც პოლიტიკით არის დაინტერესებული, უნდა ხვდებოდეს რა მოხდა, ხო, რა ხდება რა, რაღაც ამობრუნდა, ხო?
საქართველოს რომელიც იყო ჩემპიონი, ეხლა არის აუთსაიდერი. და ის ვინც იყო აუთსაიდერი, ის არის ჩემპიონი. ხო, ამერიკაში ოპოზიციის როლი როგორ წარმოუდგენიათ ამ პროცესში ეს ამიტომ ამას ხო თავისი მიზეზები აქვს რატომ მოხდა ეს და აი მიზეზებზე არის ლაპარაკი პირველ რიგში რა თუ ამერიკის მხარეს შეეხება რა თქმა უნდა ინტერესი საქართველოს მიმართ აქვს კონკრეტულად ქვეყნის მიმართაც სადაც ბევრი ინვესტიცია სტრატეგიული პარტნიორობა იყო ჩვენი საზოგადოება პროდასავლური საზოგადოება და ეს ძალიან კარგად ესმით მათ ამიტომ უნდა საქართველოსთან ურთიერთობა ოღონდ ამას აქვს დიდი ბარიერი ეს არის სწორედ ის პოლიტიკა რომელიც ქართული ოცნების მხრიდან არის ის პოლიტიკა ეს არ ეხება მარტო ოპოზიციის დევნას და პოლიტიკურ ასე ვთქვათ რეპრესიებს და ასე შემდეგ აქ არის იდეოლოგიური და სოფხედელობრივი განსხვავებებიც იმიტომ რომ ეხლა თუ მაგალითად ეხლა ამერიკას აქვს თავარ მოწინააღმდეგებად და მის ანუ როგორც არის ხოლმე რაღაც ასე ბოროტების ღერძად რაც არის ხო ირანი მაგალითად ჩინეთთან არის მუდმივი ეხლა კი შეხვდნენ პრეზიდენტები ერთმანეთს მაგრამ ჩინეთის ანუ რუსეთის აი ამ ღერძზე რუსეთის მხარდამჭერი ქვეყნები და შენ თუ იმათთან აღრმავებ ურთიერთობას და დასავლეთთან აფუჭებ ფაქტია უკვე ჩანს სადაც ხარ და ამის მაგალითები ბევრი იყო ხა ბოლო პერიოდში კიდევ აი გუშინ წინ ჰაცონის ინსტიტუტის პრეზენტაციის შემდეგ ძალიან მაღალ დონეზე შედგა ეს პრეზენტაცია სადაც იყო წარმოჩენილი თუ როგორ ძლიერდება ირანის გავლენები საქართველოში და ირანის გაძლიერება რუსეთის გაძლიერებასაც ნიშნავს და პირიქით ამიტომ ბოდიში დავასრულებ ჩვენი მოკლედ რომ რაღაცნაირად ამ შეხვედრის ყველაზე მთავარი ამბავი თქვა ის არის რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა საქართველოსთან ურთიერთობა არის ხედავენ გარკვეული პირობები არის შესაძლებელი ხელისუფლების მხრიდან არის გადასაწყვეტი პირველ ყოვლისა ის აუცილებელი ნაბიჯები რამაც შეიძლება სტაბილურობისკენ წაიყვანოს სიტუაცია შესაბამისად მათ აინტერესებთ ასევე ოპოზიციას ხო და ეს ასე ვთქვათ გულის მოუხებას რომ არ დაემსგავსოს ამ ტიპის შეხვედრები ჩვენ არ გვჭირდება ემა პირდაპირ გეუბნები არაფერი ზედმეტ ინფორმირება ამ ხალხს არ ჭირდება ჩვენზე კარგად არიან ყველა დეტალი იციან თქვენ გჭირდებათ ჩვენ გჭირდება ვიცოდეთ მათ რა პოზიცია აქვს და მინდა გითხრათ რომ ეს პოზიცია ეხლა იქნება ახლა იწერება ახლა ყალიბდება პოლიტიკა და შესაბამისად როდესაც ეს პოლიტიკა ჩამოყალიბდება საქართველოს მიმართ როგორი იქნება მათი დამოკიდებულება როგორც იმედი აქვს ეხლა ვთქვათ ზოგიერთებს რაღაც იქნება ვიწრო ტრანზაქციული ანუ რაღაც კონკრეტულ საკითხს დაექვემდებარება მაგალითად პირობითად თუ ამბობ აი საქართველოს ოცნებამ ივანიშვილმა გააცხადა რომ მიცენ ანაკლიის სპორტში პრიორიტეტი დასავლეთს ხო ეს შესაძლებელია მოხდეს ოღონდ ეს ვერ იქნება დიდი გადატვირთვა რომელიც მივიყვანს ისევ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ოღონდ ეს რაღაც ნაბიჯი იქნება ამ ნაბიჯს უნდა მოყეს სხვა უпростоრად უნდა დაასწროს პოლიტიკურმა პატიმრებმა რეპრესიებმა კანონების გასვლა ამ მიმდევრობით დააყენეთ დღეს შეხვედრაზე და რა თქოს მოისმინეს და ეს მათ რო არ უთხრათ ყოველდღე ლაპარაკობთ ამაზე გავიგე ამიტომ ველოდები რომ მეც ყოველი ასეთი ვიზიტის და შეხვედრის შემდეგ ანუ ისინი მოусმენენ ოპოზიციას მოისმენენ მათ ჩვენ გარდა ხა ჩვენი პარტიის სხვა ბუნებრივია არა მარტო ევროპული საქართველოს შეხვდა არამედ შეხვდნენ სხვაებიც ოპოზიციის ალიანსის სხვა პარტიებიც კიდე შეხვდებიან მოისმენენ რა არის ჩვენი პოზიციები ეს ეხება არჩევნებს რას არჩევნო გარემოზე ვლაპარაკობთ როგორ აპირებს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია მათი მხრიდან რომ დღეს ოპოზიცია რომელიც რეალურად გარეთ თვალით პოლიტიკურ პროცესზე დიდ გავლენას ვერ ახდენს, იმიტომ რომ ის არ არის პარლამენტში. მას არ აქვს რესურსები გადაკეტილი აქვს, მისი ლიდერები სხედან საპატიმროში აღძრულია საქმეები. ამერიკელების ასე ფიქრობენ. თქვენ რა დაინახეთ, თქვენ დაინახეთ, თქვენ ხარ გამოცდილი, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსი ხართ. საერთაშორისო ინსტიტუტებში რაღაცა დიპლომატიური გამოცდილება გაქვთ, მოლაპარაკებების ხანგრძლივი პრაქტიკა. ამიტომ აი დარწმუნებული ვარ, მათ შორის დღევანდელი შეხვედრით ზუსტად თუ პირდაპირ ტექსტით არის
თქვა, განწყობებში დამოკიდებულებაში აუცილებლად დაინახავდით ამერიკელების მხრიდან ოპოზიციის მიმართ განწყობა წმინდა ინფორმაციის მიმღებლობას ეფუძნება თუ ამერიკელებს უჩნდებათ განცდა, რომ ოპოზიციის სახით ისინი საქართველოში დასაყრდენ ძალასა და ხელისუფლების ალტერნატივას ხედავენ. აი, შეგიძლიათ გულწრფელად მიპასუხოთ ამ კი, რა თქმა შეკითხვაზე. უნდა, გიპასუხებთ, იმიტომ რომ ყველა ოპოზიციის, არა მარტო ქართული ოპოზიციის, არამედ ყველა ოპოზიციის ამოცანა ის ალტერნატივად ჩანდეს, იმიტომ რომ ხა ოპოზიციას გადაწყვეტილი არ აქვს, მუდმივად ოპოზიციაში იყოს. ყველა ოპოზიციას კი, ყველა ოპოზიციას უნდა რომ საბოლოო ჯამში იყოს ხელისუფლებაში და შემდეგ განახორციელოს ის გეგმები, რის გამოც ის არის ოპოზიციაში და ვერ აკეთებს. ამიტომ მე მესმის თქვენ რაც მკითხეთ და ეს არის კი, იმიტომ რომ კითხვის ნიშნები არსებობს. ახლა თუ მაგალითად მე რაც ჩამოთვალ, ესეთი რეპრესიული გარემოა. ამგვარი, ასე ვთქვათ, მძიმე პირობებია. საპარლამენტო მანდატები არ არის, ხო? ამასაც კითხულობენ, აი თქვენ მიიღეთ ეს გაწყვეტილება, მაგრამ ეხლა პოლიტიკურ პროცესზე როგორ შეიძლება გავლენა იქონიოთ? ახლა აქ რთული არის, ბუნებრივია ყველაფრის განსაზღვრა, მაგრამ ის რომ ერთადერთი გზა, რომელიც დაგიტოვეს, ჩვენ ამაზე ღიად ლაპარაკობთ, ხო, ეს არის სწორედ პროტესტი. პროტესტის გაფართოება, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვა, მშვიდობიან დემოკრატიულ ასე ვთქვათ, აი ამ ამბავში და შესაბამისად ამან უნდა განსაზღვროს შემდეგ ხელისუფლების დღეს არსებული ქართული ოცნების ხელისუფლების შემდგომი ნაბიჯები, ხო? იმიტომ რომ თუ ისინი ხედავენ უყურეთ თუ გადაწყვეტილებაა საბოლოოდ ავტოკრატიაში წავიდნენ და დიქტატურა დაამყარონ, მაშინ გამორიცხულია არც ამერიკის ესე უშველის რამეს ჩასვლა ჩამოსვლა და არც არაფერი. მაგრამ თუ თვითონაც ფიქრობენ და ამასაც ელაპარაკებიან, ხო, ესენი როგორ არიან? უნდათ ევროკავშირი აცხადებენ, უნდათ ამერიკის შეერთებული შტატებთან პარტნიორობა, ცდილობენ რომ რაღაცნაირად აი ეს გზავნილები მოარგონ ან ტრამპის რომელიმე გამოსვლას, ან მაგალითად აცაგონ წინა ადმინისტრაცია და თქვა რომ ჩვენ კარგები ვართ, თუმცა ისინი აშავებდნენ. ხო, მაგრამ როცა ზედაპირზე სხვა რამეა, როცა შენ აგერ პოლიტიკური რეპრესიები გაქვს, ხალხს დაძდევ, NGO-ები გააჩერე, მათ შორის პროდასავლური NGO-ები არიან დაბლოკირები და ემუქრებათ ციხეც კი თუ ისინი მიიღებენ დახმარებას, მაგრამ როგორც აგერ ეს ანგარიში გვეუბნება, ირანული არასამთავრობოები მშვენივრად მუშაობენ და რაღაცა უზარმაზარი ფონდებზე და ფულზე არ ლაპარაკობენ. ამიტომ როცა ასეთი ამბები არის, ხო, მაშინ ბუნებრივია ეს გულწრფელობა, რომ შენ გინდა პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მაგალითად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და უნდა დაანახო, რომ გინდა ეს პარტნიორობა, რაღაც უნდა შეცვალო. რაც არ უნდა მე ბევრჯერ რა თქმა უნდა, რაც არ უნდა ტრანზიციები იყოს, რაც არ უნდა ეკონომიკური პროექტები იყოს და სხვა, თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანა დაფუძნებულია დემოკრატიულ კონსტიტუციაზე, პრინციპებზე უკვე ამდენი 250 წელი გავიდა, ეხლა ზეიმობენ სახელმწიფოს, ხო, 250 წელს და არ მოხდება აქედან გადახვევა, არ მოხდება ის, რომ ყველაფერი კარგად იყოს დალაგდეს და შენ ესე იგი ლეგალიზაცია მოგცენ აი ამ დარღვევებზე, დემოკრატიის უკუსვაზე, რა ვიცი, დარბევებზე, დაუჯელობაზე და ეს რამებზე. თუ კომერციული მხოლოდ თქვენ თავად თქვით, რომ ამერიკაში, მოკლედ, სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს მიმართ პოლიტიკა ახლა იწერება და ბუნებრივიც არის, ყალიბდება, იმიტომ ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ პარტნიორული ურთიერთობა გაუქმებულია, ბევრი რამ შეიცვალა და შეიძლება სრულიად ახალი დამოკიდებულება გაჩნდეს საქართველოს მიმართებაში. უკრაინის ომია ის უნდა დასრულდეს, აგერ ეს ახალი პროექტია სამხრეთ კავკასიაში, ირანის საკითხია და გამოირჩევა დიდი, ასე ვთქვათ, დემოკრატიულობის ხარისხით, მაგრამ ეს არ უშლის ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ მათთან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყონ სწორედ კომერციულ რთული ურთიერთობები იყო, მინდა გითხრათ, მაგრამ ის ჩავთვალოთ, რომ სხვა სივრცეა. ძალიან ბევრი გააკეთა, დიდი ძალისხმევა გაწია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში 3 ათწლეულის განმავლობაში იმისათვის, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები განევითარებინა, მაგრამ მაგალითად თუ აზერბაიჯანზე ლაპარაკობთ, მაგალითად ხო, ეხლა პრეზიდენტ ალიევს აქვს მაგრამ ნავთობს არ შევეხები და რესურსებს, მაგრამ ის დღეს გახდა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაც
ეს საომარი მოქმედებები იყო თუ სხვა იყო, ის არის ერთ-ერთი მშვიდობის მყოფელი ლიდერი, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ ესე იგი აგერ სამხრეთ კავკასიაში უნდა მშვიდობის ყოფილი ლიდერები ჩვენ რო ყავს ისეთი ვისყავ. რომელი? რა ვიცი, ამ მშვიდობას ხადაგებენ რაც უკრაინაში ომი დაიწყო. ყოველ შემთხვევაში იქ ეს პროექტი არის და მშვიდობის პროექტი და ამის სიმბოლოები დღეს არიან ალიევის და პაშინიანის. ამიტომ ინტერესი იქ მეტია. ეხლა ჩვენ ამით არ ვიცი როგორ ვისარგებლებთ, ჯერჯერობით სარგებლობთ ამითი რომ ინტერესი გვაქვს და ჩვენ არ ვარ ჩახსნილები და საქართველოს ჩახსნა ნიშნავს რუსეთი უნდა გადაკლაპოს, რუსეთმა უნდა გადაკლაპოს. ეს არის 2x2 4. ამიტომ არ არსებობს საქართველოს ჩახსნას დასავლეთმა და ისე დარჩეს. ახლა საქართველოს თვითონ გაუკლავდეს ამათი ბაკიბუკი დღეს ზოგიერთი ლიდერი. მე მესმის რომ შესაძლებელია ერთი შეხვედრა არ იყოს საკმარისი, მაგრამ ვიცი რომ მუდმივი კომუნიკაცია გაქვთ. ვიყავით ამერიკაში რამდენჯერმე ამ წლის განმავლობაში. მაგაზე არ არის, მაგრამ ეს არის პროცესი. და კიდევ ერთხელ ვამბობ, საბოლოოდ მთელი ამ სიტყვების კორიანტელიდან და ბევრი ფრაზეოლოგიიდან რომ რამდენიმე ამბავი გამოვკვეთოთ, ხო, რაც მათთვის არის საინტერესო და კიდევ უფრო დავაკრისტალოთ, არის რომ თუ ადგილზე პოლიტიკური ვითარება არ გაჩანსახდა, არ შეიცვალა და მთავრობამ, ხელისუფლებამ ქართული ოცნების არ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები კომპრომისების თვალსაზრისით, მაშინ ვერ მოხდება განვითარება ისე, როგორც ჩვენ გვინდა და ჩვენ ხალხს. ხელისუფლებისგან რა სითხოვენ, ახლა გასაგებია და არ ახალია. ოპოზიციისგან რა მოლოდინები აქვთ, ეს მითხარით, თუ შეგიძლიათ და არ არის საიდუმლო. ამ შეხვედრაზე მოთხოვნები, ხა მე ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ არა, შეიძლება მოთხოვნებში თუ მოთხოვნები ოპოზიციას ყოველთვის, როცა თუ ოპოზიციას აქვს პრეტენზია იმაზე, რომ ის ალტერნატივას უნდა წარმოადგენდეს, ამის მახასიათებლები უნდა კონდეს. ეს არის ბუნებრივია კონსოლიდაცია და ეს ყველას ძალიან მოწონს, იმიტომ რომ ეს პროცესი დაწყებულია. ანუ მოწონთ ის რაც ალიანსში ხდება. არა, ნუ მოწონთ მე კი არ გეუბნებით, რომ თვითონ პროცესი სხვანე, უყურეთ, თუ ალტერნატივა უნდა შეიქმნას კონსოლიდაციის გარეშე ვერ იქნება ალტერნატივა. ამიტომ ეს ნაბიჯი სწორად არის გადადგმული და ამას სიმპათიით უყურებს ყველა გარეთ, ვისაც საქართველოს მოწონს, იმიტომ რომ ერთ დღეს ყველას ესმის, რომ აქ არ არის იმპერია, იმპერიების დაინგრა და იმპერია არ არის და ვერავინ ახლა რაღაც დინასტიურ მმართველობას ვერ შეენარჩუნებს, აქ უნდა იყოს ცვლილება და ამ ცვლილებას ვის ხედავენ, როგორც რუსეთი ფიქრობს, რომ ისეთი ხელისუფლება მინდა, ვინ ჩემს ასე ვთქვათ, რაღაცა შეასრულებს, ჩემ ინტერესს დაიცავს და ჩემს პოლიტიკას გაატარებს, ასევე დასავლეთს ბუნებრივი აინტერესებს ისეთი ხელისუფლება, რომელიც მასთან მოთანამშრომელი იქნება და მისი პარტნიორი იქნება. სწორედ ამიტომ გაჩნდა ბოლო დროინდელ აქტივობასთან დაკავშირებით მოსაზრებები, რომ რადგან ამხელა პაუზის შემდეგ იგივე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვერ დაინახა ოპოზიციაში ძლიერი დასაყრდენი, ამიტომ გადაწყვიტეს ისევ დალაპარაკებდნენ ქართულ ოცნებას, როგორც რეალური ძალაუფლების მქონეს. ნუ ეხლა ეფექტური კონტროლი, როგორც არის ტერმინი, ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ქართული ოცნება, ოპოზიცია არ ახორციელებს. აგერ იმაზე რა ქვია მიტინგზე და შეკრებაზე, ახლა და დინამიკებზე და იმაზე ლაპარაკი ხო, რომელიც მაგრამ მე მინდა ერთი რამ თქვა, რომ ეს პროცესი თავისთავად არის კარგი და შესაბამისად ახლა ოპოზიციის და საზოგადოების ამბავია, მათი მოხერხების, მათი სწორი პოზიციონერების, სწორი კომუნიკაციის, სწორი კამპანიების, სწორი ურთიერთობის საზოგადოებასთან რომ გაძლიერდნენ, რაც შეიძლება მეტი კონსოლიდაცია უფრო გაფართოება. ნუ ეხლა ამას ხო ესე ჩვენ მართლა ვინმე დავალებას კი არ გვაძლევს. ეს არის რაღაცა სისულელე, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, შეთხზული ნარატივი რუსული სხვათა შორის, აი რუსეთის კრემლში იბადება ეს მათ ინსტიტუტებში სადღაც რომ უნდა თქვა რომ ისევე როგორც ლაპარაკობდნენ ამას თავის ოპოზიციაზე, იგივე რაც ბელორუსში ხდება, ნებისმიერ იგივე რაც ირანში ხდება, რომ ოპოზიცია არის, აი ეს არის მართული ამერიკელები, აქ საქართველოში ორივე, ერთი ფლანგი ევროპელებს უტევს, მაგრამ მეორე ფლანგი ზოგიერთი ოცნების პროპაგანდისტი, აგერ ისევ deep state-ზე ლაპარაკობს და ამბობს რომ ტრამპის თურმე deep state-ის მართულია და ასე შემდეგ. ამიტომ აი ამ რაღაცა ამ ზოგჯერ აი ვაკხანალიაში, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, სიმართლე იკარგება და სადაც ჩვენი ამოცანაა, რომ ხალხმა ეს სიმართლე გაიგოს, არ დაიკარგოს და არ დაიბნეს.
ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია შეწევს ნამდვილად საკმარის ძალა, თუ მეტად კიდე კონსოლიდირებული იქნება, თუ სხვა ჯგუფები, მე არ ვამბობ, რომ ოპოზიციის ალიანსი იქნება მთავარი, შეიძლება ჩვენი გავართ ევროპული საქართველო და გვინდა რომ ეს ასე იყოს, მაგრამ სხვა მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, ახალი პარტიები ჩდებიან, რაღაც ახალგაზრდებს აქვთ კონსოლიდაცია იქ, სხვებია გამოვლენ არენაზე და ბუნებრივია რომ მთავარი ამოცანა ვისიც არის რომ საქართველო ისევ არ ჩავარდეს რუსულ ორმოში, აი ვისაც ეს გვაერთიანებს, საერთო იდეა გვაქვს და ის ღირებულებები, რაზეც ვლაპარაკობთ, ძალიან ქრისტიანული, ძალიან ადამიანური, ძალიან სწორი, ადამიანის უფლებაზე მორგებული, ადამიანზე მორგებული, ვინც ამას იზიარებს, ხო? მათ შეუძლიათ ერთად დადგენენ რაღაცა მომენტში და ეს იყოს გარდამტეხი მომენტი დემოკრატიული მშვიდობიანი ცვლილების. აქ არავინ არ ლაპარაკობს ბუნებრივია არავითარ რაღაცა სხვა გზაზე, ხო? რაზე რევოლუციაზე არავინ არ ლაპარაკობს. სად გაგიგიათ ეხლა ვინ რომელი ჩვენი ამოცანა ჩვენ არ გვინდა იძულება როგორ წამოვიდნენ დღეს ქართულმა ოცნებამ ჩვენ არ გვინდა რევოლუციებით დამთავრდეს. აქამდე იყო მშვიდობიანი რევოლუცია და ეხლა ეს ტერმინი მშვიდობიანი დაპირისპირებით შეიცვალა. ეს ყველაფერი არის ეს რაღაცა იდეები რომ ვიღაცა მათ გადატრიალებას უპირებდა ხუთჯერ ამას ლაპარაკობენ გარეთ და ამით ამართლებენ აი ამ თელ რეპრესიებს რომელიც აქვთ. ეს არის სრული სისულელე. საერთოდ არ არსებობს არანაირ სხვა განმეორება, იმიტომ რომ ჩვენ თავის დროზე სახელმწიფოში ვიყავით. ამ გზით წავედით რომ გადაბარება იყოს მშვიდობიანი და მომავალშიც ასე გვინდა რომ ეს ამის წინაპირობა მაშინ უნდა იყოს ლოგიკურად რაღაცაზე შეთანხმება. შეთანხმება რომ შედგეს, უნდა დაიწყოს მოლაპარაკება. კი ბატონო, აი ახლა თუ მედიაცია მაგალითად არსებობს და ამერიკის შეერთებული შტატები აიღებს ამას ხელში დაილაპარაკებს დღეს ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ კი ბატონო ქართულ ოცნებასთან და მათ დაარწმუნებს რომ კომპრომისი ჭირდება იმას რომ ისევ რუსეთის მემაში არ ჩააგდო ყბაში და ყბის გარდა რა ვიცი რა დავარქო სივრცეში ორმოში გამოჩნდება შეიძლება საბოლოო ჯამში ყველა ამბავი ყველა კონფლიქტი ყველა ომი, ყველა დაპირისპირება სადღაც სრულდება და სრულდება რაღაცა ტიპის მოლაპარაკებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. ოღონდ აქამდე უნდა მიხვიდე. რატო ვერ ხერხდება უკრაინაში მიღწევა მოლაპარაკებით, იმიტომ რომ კომპრომისები არ ხდება. რატო არის ამდენი ხანი ტრამპი აგერ ირანზე ლაპარაკობს და ყველა მეორე კვირას რაღაც ახალი პირობები ხდება. იმიტომ რომ ირანი რაღაცას არ მოდის, არ თმობს და პროცესი გრძელდება. ეს არის ბუნებრივია მხარეებზე, მაგრამ პირველ რიგში ეს არის დღეს თუ საქართველოს კონტექსტზე ლაპარაკობ, ეს არის პირველ რიგში ქართული ოცნების გადასაწყვეტი, გადასადგმელი ნაბიჯი. მოიჭრა ბატონო გიგი დღევანდელ შეხვედრაზე, ანუ იყო ან შეთავაზებული, ან მათი მხრიდან რაღაცა გაჟღერებული, რომ აი შესაძლებელია ამ დელეგაციამ რაღაცნაირად მედიაციის პროცესიც წამოიწყოს, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას ლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანს. ეს ზოგადად იგულისხმება, ეხლა რას ნიშნავს ამერიკის ჩართულობა ამ პროცესში? რას ნიშნავს ის, რომ რაღაცა პოლიტიკა უნდა ჩამოყალიბდეს და ფორმირება მოხდეს? ეს ბუნებრივია, ნიშნავს იმას და მით უმეტეს მათი ინტერესი, რომელზეც არის ლაპარაკი საქართველოსთან ურთიერთობის გაგრძელების. ხო, ეს ბუნებრივად გულისხმობს დაპირისპირებულ მხარეებს შორის გარკვეული მედიაციის წარმოებასაც, ხო? იმიტომ რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ჭირდება პირობების შექმნა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. არ ვიცი ხა ეს როგორ განვითარდება, რა იქნება, შეიძლება ამ ადამიანებმა თქვან და ზოგადად ამერიკის ადმინისტრაციამაც რომ არა, აქ არაფერი არ გამოდის და ჩვენ დავანებებთ თავს. ეს იქნება ძალიან მძიმე სურათი ამ შემთხვევაში, იგივე როგორც ევროპულ კი ბატონო. შეიძლება რომ გარკვეული მექანიზმებით აქ არ არის აუცილებელი მხოლოდ სანქციები, როგორც ელოდება ამას თქვა ბევრი, იმიტომ რომ ადამიანებს ამოსული აქვს ხელში, ხო? აღარ უნდათ ეს ხელისუფლება, უნდათ ცვლილებები და ძალიან ბევრი ადამიანი ესე უყურებს ამას, რომ აი როდის დაასანქცირებენ, ეხლა რო გვაქვს შეხვედრები ან პროტესტი ან რაღაცა ისმის ხო ეს ყოველთვის რატო შეიძლება სხვა მეთოდოლოგიით აი რა შეიძლება რა ვიცი ხო მე ეკონომიკური ამბავია არა სანქციები მაინც და მაინც მე დარწმუნებული ვარ რომ თუ კი ვინმე ისეთ საქციელს ჩაიდენს თუნდაც პიროვნულად
რომელიც სერიოზულ, ასე ვთქვათ, შეშფოთებას და სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს, სანქციებიც არ დააყოვნებს, მაგრამ შესაძლებელია სხვა გზაც იყოს. არ არის აქტუალური სანქციები რატო არის, ემა? იმიტომ რომ შენ თქვენ რადგან მოლაპარაკებები იმართება, არ შეიძლება ხა თან სანქციებით ემუქრებოდე და თან ცდილობდე რაღაცა არსებობს ეს მეთოდი არსებობს სხვა შორის სახლშიც და ოჯახშიც. ცუდია რომ შვილებს ხანდახან რაღაცას ჯიან, ძალიან ცუდია, მაგრამ ამის ფორმაც არსებობს, ხო? მაინდა-მაინც ახლა ზემოთხება ხო არ არის, მაგრამ ანუ რაღაცას არ გაძლევ, ზოგჯერ ეს არის ხან გეპერები, ხან არა. ამიტომ ეს ესეთი რაღაცა არის, რომ თუ შენთან არ გამდის ტკბილიანით, მაშინ შევეცდები რომ უფრო მაღალ ტონში გელაპარაკო. ნუ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ტკბილი ენის თაფლაკვერის ასე ვთქვათ ჯერ არ მოსულა ეს. არა ვარ თაფლაკვერის პროცესში, ეხლა ვარ გადაწყვეტილების ჩემი აზრით მომზადების პროცესში. თაფლაკვერი იქნება თუ ისევ იქნება ჯოხი. კი ბატონო. არ ვიცი. მე ნამდვილად მინდა რომ რაღაცა ნორმალიზაცია მოხდეს ქვეყანაში, მაგრამ არა იმის ხარჯზე რომ დემოკრატია დაანგრიონ და რაღაცა მართული ოლიგარქიული კორუფციული ის კონდეს ქვეყანა და იყოს სიმშვიდე. ნუ ევროპელებისგან განსხვავებით ამერიკელების მიმართ უფრო თავშეკავებული პოლიტიკით გამოირჩევიან ქართველების წევრები ეს თვალსაჩინოდ ჩანს. თვალთმაქცობის ამბავია ერთი და მეორე, ბუნებრივია გარკვეული შიშის ამბავიც არის, იმიტომ რომ ამერიკელებმა წარეთიციან ზოგჯერ გადაწყვეტილების მიღება და მე მგონი რომ ეს კარგად ესმით. ევროპელები უფრო ზოგავენ ხოლმე. აქ უფრო რიტორიკული შებრძოლებებია და იქ შეიძლება ძალიან რთული ამბები იყოს, მით უმეტეს ახლა სამხრეთ კავკასიაში კიდევ ერთხელ იმ პერსპექტივების გათვალისწინებით, რომელიც არის ამერიკა ჩვენ სასიცოცხლოდ გჭირდება. ყოველთვის გჭირდებოდა და ეხლა ძალიან დაკავშირებით ხომ არაფერი ამერიკელებს ხოთა შორის აი რა მოლოდინი აქვს ისე დაემთხვა. ახლა ეს ყველაფერი ცნობილია ახლა თან როგორც ვიცით იქვე სასტუმროში არიან არის მაქვს თუ არა შესაძლებლობა ჩვენ დავაპატიჟეთ ისე როგორც დიპლომატიური კორპუსი ბუნებრივია დაპატიჟებულია აქციას დაპატიჟეთ ამერიკის დელეგაციის წევრები. ხარით მომძამდით აგერ ახლოს იქნებიან. ხო, შორს წასვლა არ დაჭირდებათ, იქვე არიან სასტუმროში დაბინავებულები, შეუძლიათ საკუთარი ნომრიდან თვალი ადევნონ იმ მოვლენებს, რომელიც ხვალ განვითარდება. კი ბატონო, მათ იციან, ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება იქნება თუ მერის განცხადებები იქ რაღაც რეგულაციებთან დაკავშირებით ეს მცდელობები რომ რაღაცა იყოს, თან არ იყოს, თან მოხვიდე, თან არ მოხვიდე, მოდი მაგრამ არ ილაპარაკო. ნუ ახლა ზოგჯერ ის სასაცილო ამბებია, მაგრამ ახლა მე მგონი თვითონაც მიხვდნენ, რომ არ შეიძლება ახლა არაკონსტიტუციური რაღაცების ესე ღიად გაკეთება, მით უმეტეს როცა ასეთი ამერიკული ჩვენ გვახსოვს პრეცედენტები, როდესაც აქციების დროს საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები აქციაზეც მისულან და იქ სიტყვის უფლებითაც უსარგებლო რა თქვეს ამერიკელებმა მიპატიჟებაზე. არა, ნუ ახლა ეს უბრალოდ ესეთი ფორმა არის, ხვალ აქცია გვაქვს და ჯერთი დამოუკიდებლობის დღე არის. საქართველოსთვის მართლა საზეიმო დღე არის. საზეიმო და რა თქმა უნდა, მე არ ვიცი, ჩვენ ისინი ხვდებიან ბუნებრივია ქართულოცნებასაც, მაგრამ ეხლა ეს ერთის მხრივ დიდი დღეა გვესმის, მაგრამ მეორეს მხრივ პოლიტიკური აქციაც არის ამ დღეს ოპოზიციის ალიანსის მიერ ინიცირებული და ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს, ძალიან ბევრი ხალხი აპირებს მოსვლას, ძალიან ბევრი განცხადება იყო სხვათა შორის საზოგადოების სხვა ჯგუფიდან მხარდაჭერის თაობაზე, ცალკეული ადამიანებისგან დღესაც იქნება, ხვალაც იქნება, იმიტომ რომ ადამიანებს ესმით, რომ ეს არ არის მხოლოდ რაღაცა ემოციური ნაწილი, ხო? ეს არის ყოველდღიურობა, რომელშიც სადაც უნდა აისახოს შენი დამოუკიდებლობა. ეს დამოუკიდებლობა უნდა აისახოს ჩვენს ოჯახებზე, დამოუკიდებლობა უნდა აისახოს ჩვენს ყოფაზე, ჩვენს ცხოვრებაზე და ეხლა მართლა 35 წელი გადის და თავარი არჩევანი ეხლა ბევრი ოჯახისთვის, უმეტესი ადამიანისთვისაც, ახალგაზრდებისთვის ამ ქვეყნის დატოვება თუ არის. ეს ხო არ არის ის ღირებულება დამოუკიდებლობის, რომელიც ჩვენ გვინდა, ხო? მე კიდევ ერთხელ ვამბობ,
სწორედ ეს არის ხო ამის შინაარსი კარგია რომ ახსენეთ ემიგრაციის საკითხი ცოტაც და გამომრჩებოდა ეს თემა თქვენთან როგორც ჯანდაცვის ყოფილ მინისტრთან აუცილებლად მინდა ეს საკითხი წამოვჭრა და ძალიან სწრაფად გავივლით ამ თემას როგორც ვიცით შეცვალა ხელისუფლებამ დამოკიდებულება სოციალურად დაუცველი პირების მიმართ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადება იყო ცოტა ხნის წინ რომ 32,000-მდე ოჯახი გადამოწმდა და მოკლედ ნახევარი იქიდან უკვე ამოიღეს აი ამ სოციალური დახმარების ნუსხიდან შესაბამისად მათ აი ეს შემწეობაც ფულადი მოიხსნათ და როგორც ახალი დადგენილებაც ხატყობს დღეს პრემიერმაც ისაუბრა ამაზე თუ ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი ოჯახის აქ საუბარია ოჯახზე 1250 ლარს შეადგენს და ამაზე მეტია ისინი სოციალურად დაუცველთა ბაზაში ვერ მოხვდებიან შესაბამისად ანუ აი როგორ ფიქრობთ არ ვიცი სიების გაჯანსაღება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ასეთი ზღვარის დაწესება აი ამ პროცესს წაადგება თუ ჩვენ შეიძლება უფრო მეტი ღარიბი ადამიანი ვიხილოთ გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ თქვენს გაქვთ ამ მოსაზრება რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ემსახურება ის როგორ არის ხა პოლიტიკურ პრიზმაში ეს ბუნებრივია ძალიან ადვილად დასანახია და ამოსაცნობია ხა მე მახსოვს ხელისუფლება რომ შეიცვალა ჩვენ რაღაცა გვამონათებდნენ რაღაცა გრაფიკები მოქონდათ ხოლმე რომ აი თქვენ დროს თურმე რაღაცა ემატებოდა რაღაც აკდებოდა და ამას ამბობდნენ რომ საარჩევნო манипуляციების გამო კეთდებოდა ხო ეხლა ამას ყველაფერს თვითონ აკეთებენ ყველაზე კარგად ეს სისტემა მართალია მათი შექმნილი არ არის მაგრამ ეს არის სამართლიანი სისტემა თუ ის სამართლიანად ხორციელდება რომ ვისაც უჭირს ფული მას უნდა მიცე და არა ყველას ხო ამიტომ ეხლა ალბათ ანალიზი ამის შეიძლება გაკეთდეს რომ სწორედ ეს ადამიანები ეს ოჯახები ჭირდებოდათ იმისთვის რომ ხმის მიცემები ყოფილიყვნენ ან ეს ბერკეტი იყო ხო ნახეთ რა მოხდა სოციალურად დაუცველი ადამიანების სიიდან ამოიღეს დიდი რაოდენობა ადამიანების და მათ მიცეს ვითომ დასაქმების პროგრამაში ჩასვეს ანუ ეხლა მორალურად და პოლიტიკურადაც ძნელი ადამიანი ამოაგდო სიიდან სოციალურად დაუცველი ადამიანი იმიტომ რომ ნუ ეს უფრო მტკივნეული მაგრამ მე თუ კონტრაქტი მაქვს თქვენთან როგორც მოსამსახურე ვარ შესაბამისად უფრო იოლია რა გაგიშვებ იოლად და უფრო მული მყავხარ უფრო შეშინებული ხარ რომ ეს არ დავკარგო ხო იმიტომ რომ სოციალურად დაუცველი ადამიანის ეს ფსიქოლოგიურადაც ესეა ხო მე მიჭირს მაძლევ და ეხლა აღმოჩნდა რომ ამას კი არ უჭირს არამედ დასაქმებულია ეს და ხა წარმოიდგინეთ თქვენ აქ 30000 კაცზე ლაპარაკი. კი ბატონო. ხო 30000 ადამიანი თვითონ სადღაც 400 მილიონ ლარზე არის საუბარი. 400 მილიონია მე რა ნაკლები ვიანგარიშე მაგრამ 317 მილიონი ლარი რომელიც 2 წლის განმავლობაში ხო მე წლის განმავლობაში 180 მილიონი დაახლოებით ეგრე იქნებოდა რა იმიტომ რომ საშუალო ხელფასი რო ავიღოთ თქვა 500 ლარის იმიტომ რომ იქ მაგალითად ეხლა როგორ გითხრათ რომელიმე პატარა პარკის დირექტორის მერვე მოადგილე შეიძლება 300 ლარი კონდეს. ან რომელიმე ქარს გაატანეს ეს. ხო რაღაც აი რა გითხრათ ეხლა შეიძლება ჯიხურს ყავდეს დირექტორი და იმას 3 მოადგილე რაღაც და შეიძლება უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ დაახლოებით ესეთია ხო? უამრავი რაღაცა მომვლელი ობიექტის და სხვა. ანუ აი თითქმის 400 მილიონი თქვენ თვით ეხლა გაფრინდა. ანუ თვითონ ამბობენ რომ ეს არამიზნობრივად დაიხარჯა 2 წლის განმავლობაში. კი, საკითხი ვის გება ამ შემთხვევაში, როდესაც ეს 400 ოპატიებენ ჩვენ რომ გადასახადის ქართული ოცნება ბიუჯეტის სასარგებლოდ. ქართული ოცნება ყოველთვის ძალიან კარგად манипуლირებს ამით, ამიტომ აქ გაცილებით უფრო მეტია პრეზუმპცია იმის რომ ეს პოლიტიკური მიზნებს ემსახურებოდა და ეხლა რაღაცნაირად არ ვიცი რა ჩაანაცვლებენ, მაგრამ ეს აღარ ჭირდებათ, ან ეს ფული ჭირდებათ. იმიტომ რომ ძალიან ძნელი გასამართლებელია ეხლა მაგალითად ეს ჯუშენის ამბავი რაც საზოგადოებისთვის ესეც სენსიტიური გახდა და კიდე შეიძლება რაღაც ჯგუფები არსებობდეს აი ეს უყურადღებოდ ბედის ანაბარა რო ვთქვა პირდაპირ მიგდებული ხალხი რომელიც თვითონ წვალობს ვერ უნკლავდება ამას უზარმაზარ ხარჯებს მე ერთადერთი გადაწყვეტა არის რომ წავიდნენ უცხოეთში და აი წარმოიდგინეთ ეს ოჯახები როგორი ძმე ამბავში არიან და ეხლა ამათ რო ეუნები და უთვლი რომ არა ეს თურმე 30 მილიონი ღირს ის რაღაცა ღირს და ამ დროს აგერ 400 მილიონი თუ გაქვს 2 წლის განმავლობაში ქარს გატანებული ტყუილად ანუ აცხადებენ რომ ადამიანებს ეს არ ჭირდებოდათ
თუ მაინც ხო და მივეცი. ჯანდაცვის ministris მაშინდელის თუ ამ წლების განმავლობაში რამდენიმე გამოიცვალა ხო ეს პასუხისმგებლობა ბუნებრივია არის ყველასი. ვისია ჯანდაცვის ministris ეს არის ყველას იმ ხალხის ბუნებრივია, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, პოლიტიკური გადაწყვეტილება ვინც მიიღო, რომ ეს ასე გაკეთდეს. წარმოიდგინე, გამხედა ფარსია, მე ხა წინა პერიოდს გავიხსენებ. მე მგონი რომ რაღაცა არ მინდა შევეშალოს, მაგრამ ესე იგი სახელმწიფო ფულის გამოყენება თუ თბილისის ბიუჯეტის გამოყენება დასასაქმებლად აქტივისტების ხო გახსოვთ? კი, როგორ არ მახსოვს. გიგი უგულავა იჯდა ციხეში და არა მარტო ის მთელი ამბავი იქ იყო მე მგონი იქ იყო რაღაცა არ ვიცი რამდენიმე ათეული ადამიანის რაღაცაზე არა ან იყო ან არა ეს ერთი მაგრამ პირობითად ვამბობ მაგრამ ეს წაუყენეს ბრალად ხო ეხლა აგერ წარმოიდგინეთ თქვენ 30000 ადამიანზეა ლაპარაკი რომლებსაც ტყუილად შეუქმნეს თურმე სწორი სამართლიანი შედარება ტყუილად შეუქმნეს თურმე სამუშაო ადგილები თვითონ თქვენს რომ ეს იყო ფარსი ამათ ეს არ ჭირდებოდა არ ვიცი და ესე იგი ამხედა ფულს ეხლა კიდე რახან ჯუშენ შევეხე აი მართლა მთელი ეს დღეები მთელი საქართველოს ამ მილიონის დამცულ ახალგაზრდებს მე გუშინაც ვიყავი სულ ვარ ამ აქციებზე მხარდამჭერ აქციებზე და მართლა მიმაჩნია რომ არ შეიძლება ამ საკითხის გვერდით გადადება და უნდა ყველაფერი გაკეთდეს რომ ეს პრობლემა გადაიჭრას ამ ბავშვების მართლა არაჩვეულებრივი ბავშვები არიან რა ვიცი რამდენიმე ცოტა ხანიც რო გაატაროთ შეგიყვარდებიან ისეთ კარგი ბავშვები არიან მათი მშობლების და ასე შემდეგ ეხლა ამ ხელა რაღაცა აქცია მოხდა ესეთი კონსოლიდაცია მოხდა ესეთი რაღაცა დიდი აქტი მოხდა და ისევ საზოგადოებამ რაღაც უნდა ქნას ხო? აგერ ჩვენ სამწუხაროდ ხედავთ რომ მეტი კორუფცია რა უნდა იყოს ესე იგი როცა 400 მილიონს თქვენი ციფრები ეს დაახლოებით ეგრე იქნება. ჩემი არა რომან გოცირიძეს და მას ვენდობი აი მის პოსტს ჩამხედე და მას აქვს. ამიტომ ეს ყველაფერი ერთმანეთს ზედება პოლიტიკური სიტუაცია, რეპრესიული გარემო, კორუფცია, როგორი ასე ვთქვათ სამართლობაა რომ ხალხი ბავშვების ინიციატივის საფუძველზე ხალხი საქართველოში ვისაც შეიძლება აი თვიდან თვემდე თავის გადანაუჭირდეს ზოგი ლარ აგროვებს 1,700,048 თეთრი იყო ბოლო მონაცემებით შეგროვილი მაშინ როდესაც ხელისუფლების ხელში მილიონები და მილიარდ ჩვენ ჯანდაცვის სფეროზე საუბრობდით ახლა პირდაპირ არ აღიარებენ მაგრამ ბოლო გადაწყვეტილებით საუბრობენ რომ მილიარდობით ლარი უბრალოდ აი ესე წყალში გადაიყარა იგივე სოფლის მეურნეობის მიმართულებით ალბათ ყველა მიმართულებით ერთ და იგივე იქნება მაგრამ მე კიდევ ერთხელ შეკითხავს ვინ არის მთავარი პასუხისმგებელი აი ამ პასუხისმგებელს აღმოაჩენენ თვითონ მე ხარ გვარსახელები მთავარი გამფლანგველი ვინ არის ამ შემთხვევაში გვარებს და სახელებს მაგრამ ფაქტია რომ აი ესეთი ძალიან ღრმა ამას რა დავარქვა არ ვიცი კორუფციასთან ერთად ეს არის ბუნებრივი არასწორი მართვაც და ყველაფერი და როცა საზოგადოება ამას ხედავს ხო აბსოლუტურად გამართლებულია მათი ბრაზიც გამართლებულია მათი ესეთი დამოკიდებულებაც რომ ეს უნდა დასრულდეს და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ვიტყვი დასრულდება მაშინ როდესაც ხალხი აირჩევს იმ ხალხს ხელისუფლებაში ვინც უნდა და არჩეულს ეცოდინება რომ არა ვიღაცასთან არის სადღაც თვისწორზე შემოჭრა ადამიანთან პასუხისმგებელი არამედ იმ ხალხთან ვინც ისინი აირჩიეს. კი ბატონო, ერთს ვიტყვი, ვიდრე ხელისუფლებას აირჩევს ხალხმა პირველ რიგში საკუთარი თავი და საკუთარი ნება უნდა აირჩიოს და სწორედ ამის შემდეგ გადადგამს. კი, ამიტომ ეს ნება რომ აირჩიოს, აი ხვალაც ესეთი დღეა, როცა ჩვენ ნებასაც ვირჩევთ და ამ დამოუკიდებლობას თითოეულ ჩვენთაგანში რაღაცნაირად გვგზნობთ და მე მგონია რომ ეს უნდა დაინახოს პირველ რიგში ჩვენმა საზოგადოებამ ეს ერთიანობა დამოუკიდებლობისთვის სწრაფვა, თავისუფლებისთვის სწრაფვა და რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა იყოს მშვიდობიანად და დემოკრატიულად ხვალ 26 მაისს თბილისში რუსთაველზე. კიდევ ერთხელ გავახსენებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან იქნება 7 საათზე შეკრება და შემდეგ იქნება აი ესეთი დემოკრატიული მარში საპროტესტო რუსთაველზე. ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი იყო ჩვენი განაცემის სტუმარი რეკლამის შემდეგ ირაკლი პავლენიშვილი ნაციონალურ მოძრაობიდან შემოგვიერთდება.
მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში 26 მაისი, ერთი საერთო ეროვნული დღესასწაული და ორი სხვადასხვა ღონისძიება. დილიდან ქართული ოცნება ემზადება ამ დღის ოფიციალური აღნიშვნისთვის, რომელიც ტრადიციულად თავისუფლების მოედანზე წვევამდელთა ფიცის დადებით გაგრძელდება თუ დაიწყება. არ ვიცი ახლა ამ შემთხვევაში თანმიმდევრობა როგორ არის, მაგრამ აი ეს ამ დღის შემადგენელი ნაწილია ხოლმე, როგორც ვიცით, ფიცის დადების ცერემონიალი არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართება, იქნება რა თქმა უნდა საზეიმო ღონისძიებებიც მოწყობილი და მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და მერიისგან ოპოზიციურმა ალიანსმა საკუთარ განცხადებაზე რომ განეთავსებინა დედაქალაქის მთავარ მოედანზე პარლამენტის შენობის წინ სცენა და მოეხდინა ხმის გამაძლიერებლების ინსტალირება უარი მიიღეს, ისინი მაინც არ თმობენ საკუთარ გეგმებს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით და თუ ყოველ შემთხვევისთვის პირვანდელი გეგმის შესაბამისად არ მიეცათ ამ ყველაფრის განხორციელების შესაძლებლობა, აქვს სხვა სათადარიგო გეგმა, ისე რომ არც კანონი დაარღვევენ, მაგრამ ბოლომდე იმ სახით გამართონ ხვალინდელი მსვლელობა და შემდეგ უკვე აქცია, როგორც ეს ჩაფიქრებული იყო. მოკლედ, რა მოლოდინები აქვთ ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, რა რისკებთან დაკავშირებით მსჯელობენ და ზოგადად როგორ წარმოუდგენიათ ხვალინდელი ღონისძიების შედეგები. ირაკლი ფავლენიშვილი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ირაკლი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. საინტერესოა გაიმართა თუ არა, ასე ვთქვათ, ბოლო შეხვედრა ალიანსის წევრებს შორის იმისათვის, რომ ხვალინდელ აქციამდე საბოლოო, არ ვიცი, გადაწყვეტილებები ყოფილიყო მიღებული. და რაიმე ხომ არ შეიცვალა თქვენს გეგმებში. მაგრამ ჩვენ პირდაპირ ვთქვათ, რომ ტექნიკურ დაპყრობებს ყოველთვის ხნიან ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები, ამიტომაც არის ავტორიტარული რეჟიმი, რომ ნებისმიერ საპროტესტო გამოსვლას უქმნის ხოლმე დაპყრობებას, ტექნიკურ ხარვეზებს, ასე ვთქვათ, ცდილობს ხოლმე შექმნას, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ამ ხარვეზებს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება გავლენა იმაზე, რომ 10,000-ობით ქართული გამოვა კუჩაში და ჩაატარებს აქციას. ეს აქცია ხა ტექნიკურად როგორ ჩატარდება, ამას ხომ არ აქვს იმდენად მნიშვნელობა, რამდენადაც იმას, თუ რამდენი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, როგორი მუხტი იქნება, რა განწყობით იქნება გამოსული ხალხი და ერთ მიწოდებას ხმის როგორმე შევძლებთ, ხო? ანუ სცენას თუ არ მოაწყობთ, აი მაგალითად იგივე პიკაპის ტიპის მანქანებზე ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს, 21 საუკუნე არსებობს, 21 საუკუნე და ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს იმის თუ როგორ შეიძლება შენს თანამოქალაქეებს ხმა გააგონო, ხო? თუმცა ისიც რომ რა თქმა უნდა ისეთ დაპყრობას გიხმის, ეს ძალიან დღესაც როცა ხდებოდი თუნდაც ოპოზიცია როცა ხდება ხოლმე საერთაშორისო პარტნიორებს გარდა იმ ძიმე ადამიანის უფლებების დარღვევისა რომელიც არსებობს ხო ძალაუფლების პირდაპირ იმიტაციებისა და მათ შორის ეკონომიკური პოლიტიკისა რომელიც დამანგრეველია ქვეყნისთვის ამ ყველაფრის გარდა ამაზეც ვაკეთებთ ხოლმე ახსენს რომ ეს ესეთი ხალხი რომლებიც პროტესტის ჩვეულებრივ ჩატარებასაც კი არ გაძლევს საშუალებას ორი თვის წინ დაანონსებულ აქციაზე თავარი რა არის იცით რომ ქართული ხალხი გამოდის 26 მაისს მე პირადად ამ მოტივაციით გამომდივარ როგორც არა პოლიტიკოსი ირაკლი ფავლენიშვილი როგორც საქართველოს მოქალაქე პატრიოტი ირაკლი ფავლენიშვილი რომ არ შეიძლება ამ ქვეყანაში ექსკლუზივი 26 მაისის აღნიშვნის კონდეს ხალხს რომელმაც აღნიშნა ოფიციალურად ეს უნდა ვიმეოროთ სულ შაჰაბასობა აქვს აღნიშნული ამ ადამიანებს დაესწრნენ ოფიციალურ ღონისძიებას ირანის საელჩოში რომელიც სახელწოდებაც იყო აღნიშნა ქართველების მასობრივი იძულებითი გადასახლების ირანში. ამ დღეს არ შეიძლება ეს ადამიანები იყვნენ 20 ირაკლი მხოლოდ ისინი ხომ არ იქნებიან ქართული ოცნების წევრები. იქ შეიძლება ძალიან ბევრი ისეთი მათი ორგანიზებით ჩატარდება ეს ხო. მათი ორგანიზებით ჩატარდება. ეხლა შემოვიდიოდი, სხვა შორის ნახე რამდენიმე კომპანიის განცხადება, რომლებმაც გარკვეულმა კომპანიებმა უარი განაცხადეს გარკვეულ ღონისძიებებში მიღებაზე, იმიტომ რომ უშუალოდ სამთავრობო პროპაგანდისტულ ჩარჩოში ხდებოდნენ. მე იმ ადამიანთან კი არ მაქვს პრობლემა, ჩემი მეგობრი, იცი რა, მე ვიცნობ ადამიანს, რომელიც დილას გადის ეხლა არ შეიძლება ზოგს მოეწოს დილას გადის რა ნახო საბრძოლო ტექნიკა ქართული და რა თქმა უნდა ქართულ ჯარისკაცებს და ქართულ ჯარისკაცებს ფიცის დადებაზე როგორ შეიძლება მე პირიქით ამაზე ვთქვა და ქართულ ჯარს ცრემლის garaშე ვერასოდეს სიამაყის ცრემლის garaშე ქართულ ჯარს თუ ვინმე პატრის ცემდა და ქართულ ჯარს თუ ვინმე ქართულ ჯარზე ვინმე ამაგით უკონა და ვინმე პატრის თუ ცემდა ეს იყო ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ყველაზე მეტად მაშინ იყო საბრძოლო სულისკეთება ქართულ ხალხში მაშინ იყო როდესაც საუბრობდით არა იმას რომ აბა უმიგინდა ამ ესეთ მებრძოლ ქვეყანაში ეს კი არ იყო დევიზი სამთავრობო რომ აბა
მიგინდა. არამედ საუბრობდით იმაზე, რომ დიახ, ძლიერი ჯარი უნდა ყავდეს. მაშინდელი ერთ-ერთი ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიმართ, როგორც ვიცი, სისხლის სამართლის საქმე სწორედ ჯარის გაძარცვის მარტივად ვიტყვი და მოკლედ ბრალდების არის წარდგენილი. არც ერთ შემთხვევა არ არსებობს ჯარის გაძარცვის. გასაგებია, მაგრამ არსებობს იმ სწავლების კონკრეტული ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც ჩატარდა მათ შორის აი როცა საუბარი ისრაელთან თანამშრომლობით ჩატარებულ შესაბამის ცნობებზე ამის აღსახველი ვიდეო კადრები არსებობს. ძალიან მარტივია ხო ვინმე ქართულს ვეკითხები, ხოციც რო იყოს ვეკითხები, როდის უფრო იყო ჯარი დაფასებული ნაცნობმოძრაობის დროს და ხოცების დროს. დელტა როდის იყო წარმოებული, დრონებს როდის ვაწარმოებდით, მაშინდელი წარმოება რო გაგვიგრძელებინა, ეხლა ვიქნებოდით ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტულოვანი არიმია და მაშინ კავკასიაში ლიდერი სახელმწიფო ვიყავით სამხედრო თვალსაზრისით ერთ-ერთი და ეხლა ყველა ქვეყანა გვისრებს უკვე სამხედრო ბიუჯეტით და სხვადასხვა სამხედრო საინტერესო რაღაცას ყვებოდით, ან თქვენ იცნობთ ადამიანს, რომელიც ხვალ დილით გავა იმისათვის, რომ ნახოს საზეიმო აღლუმი, წვევამდელთა ფიცის დადება სამხედრო კუთხით აინტერესებს. კი ბატონო, დაათვალიეროს სამხედრო კუთხით აინტერესებს. კი ბატონო და საღამოს აპირებს თქვენს აქციაზე მოსვლა, ხო? იმიტომ უბრალოდ არის განწყობილი, უბრალოდ ქართული ჯარი ძალიან უყვარს. უსაფრთხოების მმართველობით აქვს მას მიდრეკილება და ეს ინტერესები აქვს ამ სფეროს მიმართ და აპირებს უბრალოდ ეს ნახო ქართული ჯარის კაცები ნახოს, ქართული ტექნიკა ნახოს და სამთავრობო კუთხით კი არ ესწრება იმ მონაცემებს ამის თქმა უნდა, უბრალოდ სამხედრო. გასაგებია, მაგრამ რამდენი მისდაერი იქნება კიდევ არა, არ ამგონი ბევრი იყოს, მაგრამ და ესეთი ადამიანსაც ვთქვით მეტი, ამიტომ იქ ვინც იქნება, იმათთან მე საერთოდ არ მაქვს პრობლემა, მაგიტომ ვიცი, სულ 20-ების მომხრე იყოს, ახლა ისინი ჩემი თანამოქალაქეები არიან და ზოგიერთი მათგანი ჩემდა სამწუხაროდ პროპაგანდისგან არის დაბრმავებული, იმიტომ არ შეიძლება მე ვფიქრობ, რომ ადამიანი ერთი მხრივ აცნობიერებდეს იმ მდგომარეობას, რაც ქვეყანაში არის შექმნილი და მათ შორის რეალურად უყურებდეს ამ ყველაფერს და იყოს საპირისპირო მოსაზრების მქონე. უბრალოდ მათ აქვს დამახინჯებული ახლა აი მაგალითად ნამდვილად გონიათ, რომ მაგალითად მე ან რომელიმე ოპოზიციონერს ახლა ჩემ წინ ის იყო ბატონი გიგი თუნდაც ან ნებისმიერ სხვა ოპოზიციონერს ნამდვილად გვინდა რომ ქვეყანა გაეხვას ცეცხლის ალში, ხო? ან მაგალითად ჩვენ ვებძვით ქართულ ეკლესიას, როგორც არის სრული სიცრუე, ტყენ არის სიცრუე, მე მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლის წევრი ვარ. ბავშვობიდან და თუ რაიმეს მგონია რომ სიძლიერეზე არის დამოკიდებული ქართული სახელმწიფოება, ერთ-ერთი არის ქართული ეკლესია. კი ბატონო, აი რადგან პოლიტიკური თქვენს მეგობრებშიც კი საუბრობთ, რომ მოკლედ აი ეს პოლიტიკური დაპირისპირების ხარისხი ძალიან თვალსაჩინოა, ხო? აი მით უმეტეს ხვალ, როდესაც მანძილი ასეთ ადამიანებს შორის ძალიან შემცირდება, ხედავთ თუ არა რისკებს პროვოკაციისა და აი როგორ შეძლებთ ოპოზიცია რომ ეს ყველაფერი თავიდან აიცილოთ. დღეს ქართულმა ოცნებამ პირდაპირ თქვა რომ თქვენ ხართ მოწოდენებული რაღაცა პროვოკაციებზე, გინდათ რომ თავი დააჭერინოთ და ამით ეს თემები თუ ეს ამბები მე კარგად გაყიდოთ უცხოეთში. აქციის ჩატარება არის ადამიანების კონსტიტუციური უფლება, ხო? კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფლად შეკრების, ამისთვის სისხლი აქვს დანახეული მათ შორის ქართულ ჯარისკაცებს, ხო? რომ ჩვენ თავისუფლები ყოფილიყავით და თავისუფლად ჩაგვეტარებინათ თუნდაც საპროტესტო აქციები. არ უზია იმის თქმა რომ თქვენი საპროტესტო აქცია არის პროვოკაციული, ეს თავისთავად არის ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი. ჩვენ თავისუფალი შეკრება როგორ შეიძლება პროვოკაციული ხასიათის იყოს? ანუ შეიძლება იმ ნაწილზე იყოს ნათქვამი, როდესაც ალიანსი ამბობს, რომ ჩვენ მაინც შევეცდებით ტექნიკის შეტანას, იმიტომ როგორც ვიცი, ამის უფლებას არ გიზღუდავენ, ხომ? გამოხვიდეთ უნივერსიტეტთან შეიკრიბოთ. საუბარი, ანუ ჩვენ ახლა ძალადობრივად არაფერს გაკეთებას არ ვაპირებთ, ეს ფაქტი არის. თვითონ თუ დაგვესმებიან თავს, მაქსიმუმ ეს იქნება, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვის უნდა დავესხათ თავს, ამის საერთოდ ინტერესი არ გვაქვს და ამის სურვილიც არ გვაქვს და არასდროს არ ყოფილა. ეს არის ხელისუფლება და რეჟიმი, რომელიც ამდენგაც ამოქმედდა ეუთოს მექანიზმი, მოსკოვის მექანიზმი. მე შეგახსენებთ, რომ არსებობს ძალიან ავტორიტარული სახელმწიფოები, სადაც ადამიანის უფლებები სისტემურად იღება, მაგრამ მოსკოვის მექანიზმი ასეთ ქვეყნებშიც კი არ ამოქმედებულა. ასეთი სისტემური წამების აი ესეთი მაგალითები არ ყოფილა ბევრ ძალიან ავტორიტარულ სახელმწიფოში, ხო? ადამიანებმა აწამეს, გამოიყენეს მათ შორის მომწავლელი ფაქტობრივად ნივთიერება, რომელზეც დადგენილიც არ არის ჯერჯერობით საბოლოოდ რა იქნა გამოყენებული, თან გამიზნულად დღეების მანძილზე ასეულობით ჩვენი მოქალაქე აწამეს. ხო, შეიძლება რომ ეს შემთხვევით ასე 200-300 კაცი როგორ უნდა აწამოს შემთხვევით, შეიძლება ორი კაცი ეგეც შემთხვევით როგორ უნდა აწამოს, მაგრამ რაღაცა ინციდენტიც კონდეს ადგილზე, მაგრამ რაღაცა ასეულობით ადამიანს რო აწამებ, თან ეს მიდგომა რო გაქვს და პოლიტიკოსებს და აქტივისტებს სახთან რო ხდება, ესე იგი ხარ მწამებელი ხელისუფლება და ამ ხელისუფლებაზე როცა საუბრობ დივანიშვილზე, ხო? de facto ზეთ როგორც არის. სწორედ აი ამ გამოცდილების გათვალისწინებით ნუ დავჭი სახში მაშინ, ხო? ანუ ეგ ვარიანტია მაშინ არ რა აქვს თქო ეს რისკები გათვლილი. ორგანიზატორებს ხომ იცით რომ მეტი პასუხისმგებლობა მოგეთხოვებათ ვიდრე რიგით მოქალაქეებს, ვინც ხვალ თქვენს ასე ვთქვათ მოწოდებაზე გამოვა ქუჩაში. 9 აპრილს პასუხისმგებლობა არ არის მიერაბ კოსტავასაც უერთგამსახურდიეს კისერზე არის
წამებლების კისერზე. როგორც იგივე 20 ივნისს არ არის პასუხისმგებლობა თუნდაც ნიკა მელიაშვილის ნებისმიერი სხვა იმდროინდელი ლიდერის კისერზე, არის ოცნების კისერზე. როცა ადამიანები სამშობლოსთვის გამოდიან, თავისუფლებისთვის იბრძვიან, პასუხისმგებლობა ძალადობაზე იმათ ეკისრება, თუნდაც ეგ იგივე ბრალდება, რომ უკრაინას პრობლემები რატო იბრძვით თავისუფლებისთვის და იყავით თქვენთვის და არ დაგესხმება თავს რუსეთიო, ხო? ანუ ადამიანი ან მიდიხარ თავისუფლებისთვის ბრძოლაზე, ან არ მიდიხარ. ზოგიერთი არის რომ კომფორტის ზონაში რჩება, თუმცა პრაგმატულად მე ისიც არ მიმაჩნია, რომ სულ რომ პრაგმატულადაც მომგებიანი იყოს ესეთი რაღაც უარის თქმა ბრძოლაზე, იმიტომ რომ 1930-იან წლებში ისეთი ადამიანები შეეწინნენ რეპრესიას, მათ შორის რომლებიც 1918 წლებში საერთოდ არ ებრძოდნენ თავისუფლებისთვის. ამიტომაც ესეთი ლოგიკითაც კი პრაგმატულადაც ეს არ გახავთ მომგებიანი საბოლოო. ხო, ბოლოს არც ისე დიდი ხნის წინ, როდესაც ჩემი გაცემის სტუმარი იყავით, მაშინ მითხარით, რომ მოკლედ ხვალინდელი გეგმების, ასე ვთქვათ, ხვალინდელი დღის შემდგომი გეგმები დიდწილად დამოკიდებული იქნება ხვალმოსული ხალხის რაოდენობაზე. აი, გავიდა რამდენიმე დღე და შეგიძლიათ ამის შესახებ უფრო მეტი რამ მითხრათ, მით უმეტეს, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ თავარია ყველაფერს მოყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოვიფარგლოთ. ანუ თუ ხვალ ბევრი ხალხი გამოვა ქუჩაში, ეს პროტესტი გადაიქცევა განგრძობად პროტესტად და ეს არ იქნება ერთჯერადი მასშტაბური აქცია. არა, ეს მიხეილ სააკაშვილი საუბრობს ძალიან მარტივ რაღაცაზე, ხო? როცა ვსაუბრობ ჩვენ დიდ აქციებზე და მასობრივ საპროტესტო გამოსვლებზე და ინტენსიურ საპროტესტო გამოსვლებზე, რა თქმა უნდა უფრო ხშირად ტარდებოდეს ასეთი აქციები, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არის ეგზისტენციალური საფრთხეები და პრობლემები. ჩვენ რომ ვიყოთ ისეთ პირობებში, სადაც ახლა ამდენი პოლიტიკური პატიმარი არ გვაქვს, სადაც შობადობის ისტორიული მინიმუმი არ არის, იმიგრაციის ისტორიული მაქსიმუმი არ არის, სადაც პოლიტიკური ტყვეების, აი ესეთი წამების და არანორმალობის ფაქტები არ არის, იქ შეიძლება თქვა, რომ აი რა ვიცი, დღეს შევიგდებები და მე ანუ ესეთი საპროტესტო აქციები უნდა იყოს ხშირი და უნდა იყოს ძალიან ინტენსიური და უნდა იყოს ძალიან აქტიური. ამაზეა საუბარი და რა თქმა უნდა ხვალინდელი საპროტესტო გამოსვლა, რომელიც იქნება მრავალრიცხოვანი და დიდი მუხტის მატარებელი, ამის мотиваციის მიმცემი იქნება როგორც პოლიტიკოსებისთვის, ისე იმ ხალხისთვის, ვინც ამ აქციას დაესწრება. ხო, ანუ რამდენიმე ვარიანტი არსებობს მოვლენათა შესაძლო განვითარების. თუ უკვე სწორად იცით, რომ აი ხვალინდელი, იმიტომ ნახეთ ზოგი ამბობს ცოტა დაბნეულობას და გაურკვევლობას იწევებს მოქალაქეებში, მაგალითად ერთ-ერთი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ხვალ შევიკრიბებით და რაღაცა შემდეგ წავალთ სახლში. ზოგი ამბობს, რომ დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ვიქნებით და როგორი იქნება ხალხის სურვილი და მოწოდება. ამიტომ გვინდა რომ მეტი სიცხადე შევიტანოთ. გასაგებია, ჩვენ მაგვაქვს მარტივი მოწოდება. ის ადამიანები, ვინც არ ეგუებიან ივანიშვილის დიქტატურას, ვისაც არ სურს რომ ექსკლუზივი ამ დღის აღნიშვნის დარჩეს შახაბასობის აღმნიშვნელებს, გამოდივართ ქუჩაში. ვატარეთ მშვიდობიან საპროტესტო გამოსვლას მსვლელობას თესეუდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით. აი ეს არის დღის წესრიგი, ვისაც ამაში მონაწილეობის მიღება უნდა, ის გამოვა. დამატებითი კითხვები შეიძლება ნებისმიერს გაუჩნდეს ნებისმიერ მომენტში, მაგრამ აი ეს არის ჩვენი დღის წესრიგი, ვისაც ეს დღის წესრიგი მოწონს, ის გამოვა და დარწმუნებული ასეთი არის ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე. ეს არის ოპოზიციური ალიანსის დღის წესრიგი. რა თქმა უნდა, ოპოზიციური ალიანსის სახელით, იმიტომ ოპოზიციური ალიანსი ატარებს ამ საპროტესტო აქციას რაღაც ცალკე აღებული ერთი პოლიტიკური ძალა კი არა და ჩვენ ამაში ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე ჯერ კიდევ ლევან ხაბეშვილი და ილაკ ნადირაძე თვეების წინ იზახნენ, რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ქართული ხუჯურიანი დროშის გარშემო. გორგასლიან დავითიანის დროშის გარშემო და ეს დროშა არის ჩვენი მთავარი გამოერთიანება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქრისტიანული ღირებულებების მქონე ქვეყანა და ვართ ლიდერი ქვეყანა უნდა ვიყოთ. არა ეს ივანიშვილის საქართველოს უნდა ვიყოთ, სადაც პოლარიზაცია ესეთი არის და საზოგადოება ესეთი დაქსაქსულია და სადაც ტერიტორიების აღდგენაზე კი არ არის საუბარი, არამედ საუბარია იმაზე, რომ თურმე რაღაც მადლობლები უნდა ვიყოთ, რომ ცოცხლები ვართ. ასეთ ქვეყანაზე კი არ უოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ სინამდვილეში, იბრძოდნენ ძლიერ საქართველოსთვის. ესეთ საქართველოს უნდა იყოს ხუჯურიანი დროშა, იმიტომ დააბრუნა მიხეილ სააკაშვილმა სწორედაც რომ სახელმწიფო სიმბოლიკად, რომ ეს დროშა არის ქართველების სიძლიერის ნიშანი და სიმბოლო. და ამ დროშის გარშემო უნდა გავერთიანდეთ პარტიული ეს განსხვავება უნდა გადავდოთ გვერდზე, მით უმეტეს ამ მომენტში და როგორც ხვალ ვერთიანდებით და ჩვენ ვიქნებით ქართველი ხალხი, იქ არ იქნება რაღაც ნაციონალურობა. თქვენ ეხლა ცალსახად და გადაჭრით, აი 25 მაისის მიწურული არის, ხო? შეგიძლიათ თქვენ როგორც ნაციონალურ მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა მითხრათ ცალსახად და გადაჭრით, რომ ოპოზიციურ ალიანსში ვინც ხართ, ყველამ შეძელით გვერდზე გადაგედოთ პარტიული ინტერესები და სწორედ აი ამ ხუჯურიანი
დროშის რა თქმა და უნდა, ქვეყნის ესე მოხდა. ინტერესების გარშემო გაერთიანებული კი, იყავით და ასე ხვალინდელი მოხდა. დღეც იქნება სწორედ ამის ასე დასტური. მოხდა, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, რომ არა მხოლოდ ბოლო თვეების მანძილზე ზოგადად იმ პოლიტიკოსებს და იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებიც ამ ალიანსში შედიან, არსებობდა ბევრი საკითხი, რომელიც იყო სადაო, საკამათო, მაგრამ 26 მაისის წინ თქვენ ხედავთ, რომ არის ერთიანობა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ქართული ხუჯრიანი დროშის გარშემო, ჩვენ ყავს უმაგრესი პატრიოტი ხალხი ციხეებში გამოწყდეული, რომლებიც გველოდებიან რომ ვიყოთ ბევრნი და ვიბრძოლოთ საქართველოსთვის. არ ვიცი, ხო პატა ბურჭულაძე კაცი, რომელმაც ყველაზე უზრუნველი ცხოვრება თუ შეგიძლია წარმოიდგინოთ დიდებით აღსავსე ცხოვრება გაწირა ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ელოდება იმას რომ ხვალ საქართველოს დროშის გარშემო როგორც თვითონ მოგვიწოდებ და ისე გავერთიანდებით ხო და იგივე შემიძლია დავასახელო უამრავი ადამიანი იგივე ანატოლ გიგაურის დაბადების დღე იყო ჩვენი პარტიის წევრის და ძალიან ბევრი სხვა საქართველოს პატრიოტი ხო რომელიც არის ციხეში და ყველა სფეროს წარმომადგენელი მე განგებ ასე ვთქვათ დაგაზუსტებინეთ რომ ეს თქო ოპოზიციური ალიანსის გეგმებია თქო მე მაინტერესებს ნაციონალური მოძრაობის გეგმები როგორია ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით არა, ხვალ არ არსებობს ეს პარტიული დღესასწაული, ამას გეუბნებით, არსებობს. დავაზუსტებ. ვერთიანდებით ყველა ხვალ ქართული ხალხი. მე ვეჭვობდი და ეს ეჭვი პირდაპირ ეთერში გაგიმხილეთ კიდეც წინა გადაცემისას, რომ წინააღმდეგობა მოყვებოდა ოპოზიციურ ალიანსში თქვენს განზრახვას, რომ ხვალინდელ აქციაზე მიხვიდეთ მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ბანერებით, უფრო ზუსტად მისი გათავისუფლების მოთხოვნის აღნიშნული ბანერებით. არ არის ესე, იმიტომ რომ ყველა ადამიანი, ვინც არის იმ ალიანსის წევრი, აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. ანუ ბანერების მიტანაზე უარი არ გითქვა, თამას ვაზუსტებ, თორემ გითხრან უარი, კაცო, მიხეილ სააკაშვილის ბანერების მიტანაზე როგორ შეიძლება უარი გითხრან, ნაციონალურ მოძრაობას ეგ ყველა თეორიულად წარმოუდგენელი რაღაც გახვალ. ანუ მიხეილ სააკაშვილი თუ არის ანუ ვისი რა საქმეა გასულ ჩვენ საქართველოს მოქალაქე რა ბანერს დავიჭერ მით უმეტეს თუ ვთანხმდებით იმაზე რაც იმ ბანერზე იქნება დატანილი რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ტყვე რა თქმა უნდა რა უშ არ ეკითხება ეხლა მინ მოქალაქე და პატა ბურჭულაძე არ არის პოლიტიკური ტყვე? ბატონო მე პატა ბურჭულაძის ბანერს ვიქნებ მინდა გეკნებათ ხო ამას ვაზუსტებ ანატოლი გიგაური არ არის პოლიტიკური ტყვე? კი ბატონო მე ვინც ხარ ვიქნებათ ხო მათი ანუ ყველა პოლიტიკური პატიმრის ბანერი გეკნება? ვცდილობთ რომ ყველას ჰქონდეს ყოველ შემთხვევაში რა თქმა უნდა გასაგებია ლიდერი რო არის მიხეილ სააკაშვილი ეს თვითონ იმ ადამიანებს თქვენ საუბრობთ ძალიან კარგად იციან და მათთვის ეს მიუღებელი საერთოდ არ არის მათი ლიდერი თუნდაც ანატოლ გიგაურზე როცა ვსაუბრობ და სხვა ადამიანებს ისინი აღიარებენ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ ლიდერად და მათაც სურს რომ მიხეილ სააკაშვილს უფრო მეტი ბანერი და მეტი პლაკატი იყოს ხო ძალიან ბუნებრივ რაღაცას ვლაპარაკობ რა ზოგადად ხო ასე ვთქვათ ვიგულისხმე ალიანსის წევრები ვისაც მიუღებელია ამ ფორმის არა მგონი რომ მიუღებელისთვის არ მიუღებელი რატო არ მიუღებელი ხო ევროპული საქართველოს წევრებისგან არ მოგისმენთ არ მომისმენთ ევროპულ საქართველოს წევრებისგან ანუ ამ შეხვედრებზე არ მოგისმინეთ თუ მანამდე ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა იმიტომ ჩვენ გვახსოვს ევროპსაქართველოს გიგაბუკერიას რეაქცია ის არ გახდა ევროპულ საქართველოს ფედერალისტების ბოდიში ფედერალისტების ნუ რა ვქნა ხა დამავიწყდა კი ბატონო იყო ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი და ახლა ფედერალისტების კი ბატონო თქვენ დასწამეთ ბატონ გიგის ის რაც მას არ გაუვლია აზრადაც კი არასოდეს რა არ გაუვლია აზრად არასოდეს რომ მიხეილ სააკაშვილის ბანერს ეკრძალოს არასოდეს გიგის ერთელს არა ხო მაგას არა გიგის ერთელს არ დავწამე ხა გიგაბუკერიას გულისხმობ რაღაც ინციდენტი არსებობდა მაგრამ ამაზე საუბარი ხა მე 26 მაისის საერთოდ არ მიმაჩნია რელევანტურად ეგრე შევართ ერთიანები კიდევ ერთხელ ვუმერებთ ამ დღისთვის ავერთიანდით დავუწყეთ ჩვენ წარსულში არსებული წვენები და ხა წარსულ წვენაზე და განსხვავებაზე ხო არ დავუწყებ ლაპარაკს როცა ვამბობ გავერთიანდით ხო ჩვენიერი შესანიშნავია რომ მსგავს ინციდენტებს ხვალ არ ელოდებით ანუ გუნდის შიგნით უკმაყოფილებას უთანხმოებას ამ საკითხთან დაკავშირებით ეს ყველაფერი შეთანხმებულია შეთანხმებული რა უნდა შევათანხმო არ არის შესათანხმებელი ამ მაგას გულისხმობ შესაძლოა საერთოდ არ იმ ხალხმა ძალიან კარგად იცის რომ რანსომოზრობის წევრებს შანსი არ არის ისე მივიდნენ აქციაზე რომ არ ქონდეთ თავიანთი ლიდერის ბანერები ეს შეგუებულები არიან ამ ყველაფერს ყველა შეგუებული ხარ აგონიათ რომ მაგალითად ნაცნობოზრობის წევრები წავლენ და რაღაც დრესკოდს დაიცავენ რომელიც წელს დაუდგეს ვინმე სხვა მაგალითად ისე ვიძახიან რა თქმა უნდა ეს არ მოხდება კეთილი ძალიან დიდი მადლობა ირაკლი პავლენიშვილი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი ისე ერთს კი ვიტყვი მე არ ვიცი თქვენ კონკრეტულად რა მოლოდინები გაქვთ ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით და ამაზე საუბარი საკმაოდ რთულია მანამ სანამ ხვალინდელი დღე არ ჩაივლის მაგრამ
ერთი კი ვიცი ზუსტად, რომ ხვალინდელი დღე შესაძლებელია გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი იმისა, შეძლებს თუ არა ალიანსი სამომავლოდ მყარად გააგრძელოს პარტნიორობა და თანამშრომლობა, ან პირიქით შეიძლება გარკვეული ბზარები გამოიკვეთოს. ამაში მეთანხმებით თუ არა? არა, მნიშვნელოვანი იქნება ხვალინდელი დღე ალიანსის ზოგადად შეფასებისთვის. ალიანსის მდგრადობის შეფასება. ზოგადად, ალიანსის მოქმედებების და ანუ პირველად ეძრება მე მგონი შესაძლებლობა ალიანსის პირველი რეალური შესაძლებლობა ეძლევა რომ ერთიანობა აჩვენოს აქამდე მხოლოდ დეკლარირება მოუხდენია. კი, არა, გეთახმებით, რომ მნიშვნელოვანი იქნება. საქმეში ხვალ უნდა გამოავლინოს, რამდენად შეუძლია რაღაცა დათრგუნოს პოლიტიკური ეგო და ინტერესები. მადლობა, ირაკლი პავლენიშვილი, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენთან ერთად. სულ ეს იყო ამ დროისთვის. მე ხვალაც დაგიბრუნდებით პოლიტრენიუსზე, ამონდ გადაცემაში საქმე 13 საათზე.